დღემშვიდობისა მოგესალმებით პაატა. გამარჯობა სოფო, მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან კარგია ჩვენთან ერთად რო ხართ, როგორც ყოველთვის ამას აღნიშნავთ ხოლმე სიხარულით. იმიტომ რომ იმისთვის მუშაობთ, რომ გავაზიაროთ რაღაც ინფორმაცია და რაღაც საინტერესოზე ვილაპარაკოთ და როდესაც თქვენგან მოდის სხვადასხვა ტიპის რეაქცია, ეს ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტყუილ უბრალოდ არ ვაკეთებთ საქმეს. და არ ვშრომობთ ხო, კი ბატონო, შევახსენოთ მაყურებელს, რომ აქვს შესაძლებლობა დაგვიმეგობრდეს Facebook-ის საშუალებით იყოს ჩვენთან ერთად, საინტერესო თემები მოგვაწოდონ ჩვენ შეძლების დაგვარად ვეცდებით, რომ უკავშირი დაგიბრუნოთ ხოლმე და არ დაგვრჩათ უყურადღებოდ. ასევე შეგიძლიათ თვალყური გვადევნოთ Instagram-ის მეშვეობით. ახლა კი ვნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რატომ უნდა გაატაროთ ჩვენთან ერთად მომდევნო საათნახევარი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. პიეტრო მასკანის ოპერა სოფლის ღირსება. გადაცემაში სტუმრად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი ტატიანა ჯიქია. დღეს ციფრული ტექნოლოგიების შესწავლის დღეა. თემაზე ვსლად ისაუბრებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ზურა მესხიძე. ვნახოთ სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს. სტუმრად ფსიქოლოგი ნინო დოლიძე. და ბოლოს რა უნდა გავითვალისწინოთ ბარჯიშის დროს პირადი ფიტნეს ინსტრუქტორის საჭიროება. გადაცემაში სტუმრად ფიტნეს ინსტრუქტორი დათო მჟავანაძე. ესე იგი, როგორც ანონსისგან გავიგეთ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 28 თებერვალს გაიმართება პიეტრო მასკანის ოპერა სოფლის ღირსება. სწორედ ამ თემაზე და ამ სპექტაკლზე ვაპირებთ დღეს საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად. უნდა შემოგვიერთდეს ოთარ ნაკაშიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი და ალფიოს როლის შემსრულებელი და ასევე ხათუნა ჩხარტიშვილი, სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი. დღემშვიდობისა მოგზანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით. ესე იგი, როგორც ვიცით, რეპეტიციებიდან მოგაცდინეთ. ნუ ძირითადად ასე ხდება ხოლმე ძირითად შემთხვევაში. 11 წლიანი წყვეტა ქონდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია აღნიშნულ სპექტაკლს და შეიძლება უწოდეთ, რომ დიდი დაბრუნება არის. როგორი სახით ბრუნდება, რა შეიცვალა, რა განახლდა, მოგვიყევით ყველაფერს. მოგესალმებით, გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველთვის გვიწევთ ეთერში და თქვენი საშუალებით საერთოდ ზოგადად მუსიკალურ ცენტრს აქვს იმის საშუალება, რომ მიეწოდოს ბათუმელ და არა მარტო ბათუმელ მსმენელს საინტერესო მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, რაც შეეხება სოფლის ღირსებას, როგორც უკვე თქვი, ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ. კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ ეს ოპერა ნამდვილად ძალიან აქტუალურია, თუნდაც მსმენელის მოთხოვნიდან გამომდინარე ყოველთვის იყო შეკითხვა, რატომ ეს სპექტაკლი აღარ ჩანს სცენაზე. რაც შეეხება განახლებას, რა თქმა უნდა, ყველა რეჟისორს აქვს რაღაც გარკვეული ეტაპის შემდეგ თავისი უფრო და უფრო საინტერესო ხედვები. ამ შემთხვევაშიც ბატონ გიორგის რაც შეეხება პრინციპში ეხა სპექტაკლი ძალიან ესე შინაარსობრივად შეცვლილი არ არის, შინაარსი რჩება, დამატებული არის დრამატული მსახიობები და ძალიან კარგია, რომ ჩვენი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები არიან ჩართული აი ამ სპექტაკლში. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ბავშვების მონაწილეობა, არის ახალი თაობა. ახლა საოპერო დასში ცვალება, ესე ვთქვათ, თაობათაცვა ძალიან საინტერესო და თემები არის ის აი ამ სპექტაკლის თვითონ თემები ის, რაც ყოველთვის არის ძალიან აქტუალური და რაც ყოველთვის პასუხობს ნებისმიერ დროს ასე ვთქვათ, შინაარსობრივად დღევანდელობას, ეს არის სიყვარული, ეს არის ღალატი, ეს არის შურისძიება, ეს არის დაუფიქრებელი ემოციურ ფონზე გადადგმული ნაბიჯები, მცდარი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ასე ვთქვათ, გამოუსწორებელ კატასტროფამდე მიგვიყვანოს, ასე რომ აუცილებლად უნდა მოვიდეს მსმენელი, რომ ეს სპექტაკლი ნახოს და აი განიცადოს აუცილებლად და განსაკუთრებით ვინც არის დრამის მოყვარული, აუცილებლად უნდა მოვიდნენ და თავად განიცადონ ეს ყველაფერი, რამდენად მართლაც ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი და მე თუ საერთოდ საოპერო ჟანრში ერთ-ერთი ისეთი
ძალიან საინტერესო გამორჩეული კი. გამორჩეული არის ყველა ქვეყანაში ძალიან აქტიურია ეს სპექტაკლი ყველა საოპერო სცენაზე. ბაჭო როგორი არის? კი ბატონო. გითმო. და არა, უნდა მეკითხა უბრალოდ, რომ ანუ რომ არ ყოფილიყო, ანუ უმადლოდეთ უნდა ბრჭყალებში იმ ზუსტად იმ ემოციებს, რაც თქვენ აღნიშნეთ და რაღაც აქციელებს, რის გამოც რჩება აქტუალური კი ბატონო. ნაწარმოები. აი სწორედ ეს არის ნუ ალბათ ახალ ეტაპზე რო იყო კაცობრიობა გადასული და მსგავსი მანკირებებისგან თავისუფალი იყოს, მაშინ მსგავს სპექტაკლებს, ნახატებს, მუსიკას და ასე შემდეგ ექნებოდა უბრალოდ დეკორატიული დატვირთვა. შემთხვევაში ვიტყოდით, რომ აი ესე შვებოდნენ ისინიო და ახლა პირდაპირ ჩვენ გვეხება მაინც, როგორც ყოველთვის. ფიქრობ, რომ მაინც ადამიანი თავისი ბუნებით არ იცლება რაღაც ტექნოლოგიები, იცლება ადამიანის ჩაცმულობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი მაინც რჩება ის ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში, აი ეს მთავარი ჩვეულებრივი ადამიანური, აი ამით არის ეს სპექტაკლი გამორჩეული, რომ როგორ არის ძალიან მარტივად და ადვილად აღსაქმელია, თუნდაც იმ მსმენელისთვის, ვისაც მანდა მაინც არ უყვარს საოპერო ჟანრი. ხო, იმიტომ რომ ოპერა არ არის მარტივი, ხო. კი, იმდენად ახლოს. ოთარ, როგორი არის შენი განწყობა აღნიშნულ სპექტაკლზე, შენს როლზე გვესაუბრე და რამდენად ღირებულია შენთვის ეს როლი და ზოგადად ამ სპექტაკლში მონაწილეობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა თქვენ ერთ-ერთ ვისაგებო და ჩვენს მეგობარ, ჩვენს უსაყვარლეს ბათონას თანაქალაქოს იულოცო აჭარის ტელევიზიის დირექტორობა, მართლაც საპასუხისმგებლო თანამდებობა ირაკლი გიკვაძეს და გისურვებთ წარმატებებს და ირაკლის უსურვებს წარმატებებს. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს ამ როლს, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლი. გამორჩეულია, იმიტომ რომ ეგ ადამიანი თვითონ ალფიოს როლი არის ღირსებით სავსე. ნამდვილად აი ღირსეული ადამიანის პერსონაჟია შექმნილი და თვითონ თემატურადაც სიცილიელები და ის იტალიელები, სამხრეთ იტალიელები განსაკუთრებულად ჩვენს სამხრეთულ ხასიათთან ძალიან ახლოს არიან და ამასთან ეს ჩვენი სიახლოვე გენეტიკურ დონეზეა და ესე ვთქვათ, იმიტომაც რაღაცა ემოციური დატვირთვაც უფრო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ხათუნ როგორც თქვა, ეს აქტუალური თემა კაცობრიობას მოძდევს ისტორიულად, იმიტომ რომ სიყვარული, ღალატი, შურისძიება და მაშინ იმ პერიოდში მით უმეტეს მან თავისი ღირსება, თავისი ადამიანური ფაქტორი დააყენა სიყვარულს და ყველაფერზე წინ და ამიტომაც ამ სპექტაკლში დუელში იწვევს თავის მეტოქეს ოპონენტს ტურიდუს ალფიო და იმიტომ რომ ის ღალატობს, თავის ცოლი ღალატობს და უკეთ ამიტომ ბოლომდე არ უხსნი კარტებს, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ინტრიგა დავტოვო, ვისაც არ აქვს ნახე ეს სპექტაკლი, მინდა რომ ყველას ვუთხრა რომ აი მართლაც შემადგენლობა ძალიან კარგი, სანტუცას მღერის ლელა სიხარულიძე, შესანიშნავი სოპრანო, ტურიდუს პარტიას მღერის გიორგი სტურუა, ძალიან მაღალი დონის ტენორი ლოლა ცოლი ჩემი რომელიც მღალატობს ლელა ვაშაყმაძე ჩვენი მეგობარი და დედა ლუჩიას ჩვენი განუმეორებელი შეუძლელი ეთერ ხალვაში შესანიშნავი შემადგენლობა ორკესტრი გუნდი დირიჟორობს მამუკ ალაფიშვილი დამდგმელი რეჟისორი არის გიორგი თავაძე შესანიშნავი და მინდა აღვნიშნო რომ ეს სპექტაკლი ნომინირებული იყო თეატრალური საზოგადოების მიერ და ჯილდო მოიპოვა როგორც საუკეთესო დადგმა. ეგ ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ მე მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება, რომ საოპერო დადგმა თეატრალურ ნომინაციაში ყოფილიყო წარდგენილი და მოიპოვა ტიტული, გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მინდა რომ თელ ჩემს ქალაქს ბათუმის სტუმრებს, ვის ჩამობრძანდება, ვინც აქ არის, ვინც იმყოფება, მოვიდეს 28-ში, 28 თებერვალს 7 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში და მართლაც დაავიწყა სპექტაკლს ვპირდებით მაყურებელს. ეს არის ერთდღიანი ჩვენება, ხო? ხო არ ვარაუდობთ, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად შეიძლება რომ განმეორდეს, იმიტომ რომ როგორც ვისმენთ და ფაქტი არის, ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი არის და უამრავი ადამიანის ინტერესს გამოიჩენს. კი, ამჯერად გვაქვს ერთი სპექტაკლი 28-ში.
და შემდეგ სეზონზე გვექნება ისევ განმეორება ქართული სპექტაკლის რევაზ ლაღიძის ლელაში, რომელმაც ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, გამოხმაურება პოვა მაყურებელში და მაინც მე ვფიქრობ, რომ მუსიკალურ ცენტრსაც საოპერო დასაც ძალიან სწორი სტრატეგია აქვს არჩეული, ისეთი სპექტაკლები ირჩევა, ესე ვთქვათ, დასადგმელად, რომელიც თუნდაც ეხლა რა ვიღოთ სოფლის ღირსება, ხო, როგორ არის, იცი ცალკეული ნომერი, ეს დუეტი იქნება, არია იქნება, თვითონ ინტერმეცო რიცითაც იწყება. სპექტაკლი სრულდება ცალკე ნომრად, დამოუკიდებლად სხვადასხვა კონცერტებზე და ხალხს უკვე იმდენად მიჩვეული აქვს და თქვენც ალბათ დააკვირდებოდით ტენდენცია ევროპაში, თუნდაც ჰოლივუდში ფილმებს როცა იღებენ, აი ლაიტმოტივად გასდევს ხოლმე რაღაც საოპერო ჟანრის ნაწარმოებები და რისი თქმა მინდა, რომ ესე იგი გეგმები საოპერო დას აქვს ძალიან ისეთი საკმაოდ დახუნძლული, საკმაოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ ფაქტობრივად ის მომენტი გახსოვთ იყო წლების წინ, რომ არის საოპერო ჟანრს ამ ქალაქში არ ყავს ისეთი მაყურებელი. პირიქით, ყავს კიდეც და უკვე ჩვენი სპექტაკლები, ესე ვთქვათ, სავსეა მაყურებლით, იმიტომ რომ სპექტაკლი არის სანახაობრივი. ეს არა მარტო ცალკეული სოლისტებია. ეს არის დრამატული სიუჟეტის განვითარებაც. ეს ორკესტრსაც მოიცავს, კაპელასაც, ანუ გუნდსაც მოიცავს. იქ როდეს თუ კი ქართული სპექტაკლია, არის ქართული ცეკვები, ხალხური, რაც ძალიან ახლოს არის ხალხთან. ამიტომ სპექტაკლი არის ძალიან პომპეზური. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაიწყო აქტიურობა სკოლის მოსწავლეების. ეს კიდე ცალკე თემა. ხო, აი საინტერესო არის თუ როგორი ინტერესია დღეს ოპერის მიმართ, განსაკუთრებით მოზარდებში თუ იწვევს დაინტერესებას, იმიტომ რომ ეს ის თაობა არის, რა თქმა უნდა, აუდიტორია წლებთან ერთად იცვლება და ის მოზარდები ის თაობა არის, რომლებიც უნდა მოვიყვანოთ, ხო, სპექტაკლებზე. დიახ, აი ეს არის სწორედ მუსიკალური ცენტრის მთავარი მიზანიც და мотиваციაც, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, რაც შეიძლება მეტი მომავალი თაობა მოვიზიდოთ ჩვენ სივრცეში, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენ სხვადასხვა რგოლი არის მუსიკალურ ცენტრში, რა თქმა უნდა, საოპერო დასი, კაპელა, სიმფონიური ორკესტრი, ახალგაზრდული თეატრი და კვარტეტი ნოტა. ანუ ჩვენ, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი ასაკის და ჟანრის მოყვარული, გემოვნების მოყვარული ასე ვთქვათ, მომხმარებელი და მსმენელი. რაც შეეხება მომავალ თაობას დაინტერესება უფრო მეტია. ჩვენ გვეხმარება კიდევ რას, აი საოპერო დას ყავს ესეთი საოპერო მომღერლები, სოლისტები, რომლებიც სკოლაში მუშაობენ, ასევე მუსიკის პედაგოგებად. ეს არის ძალიან პირდაპირი კავშირი მომავალ თაობასა და ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენს სივრცეს შორის, იმიტომ რომ თვითონ მათი ინტერესიც არის, ისე იგი შინაარსობრივად იციან სპექტაკლი, მსახიობებს იცნობენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა პერსონები ქმნიან იმიჯს ნებისმიერი პროდუქტის. მით უმეტეს საოპერო დას ყავს ისეთი მომღერლები, როგორც არის ხუხანჯაიანი, აჩკო გოგიტიძე, ოთარ ნაკაშიძე და კიდევ ისეთი. ანუ ძალიან ახლოს დგანან ისინი უკვე მაყურებელთან, მსმენელთან და მოსწავლეები რომ მოდიან, იმდენად მომზადებულები არიან, შინაარსიც იციან, ხასიათითაც შეუძლიათ განასხვავონ. შემდეგ უკვე ის არის, რა ქვია, აი შედეგებზეც შეუძლიათ თავიანთი აზრი გამოთქვან, ასე რომ ძალიან დიდი მატება გვაქვს ამ მხრივ სკოლის მოსწავლეების და მიხარია ის, რომ არის კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების დაინტერესება, რადგან ეს კონკრეტულად უშუალოდ აი ეს მიმართულება არა მარტო დავუშვათ ვოკალის და მუსიკალური ფაკულტეტის სტუდენტების, ასევე არის სამსახიობო კინო ტელერეჟისურა და ესე ვთქვათ, ამ მხრივ გვაქვს კიდევ ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯები. თქვენ ყველა ჩემ შეკითხვას გაიცეთ პასუხი მე საუბრის დროს და აღარ დამჭა შეკითხვა. ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ამ აისბერგში, რასაც ქვია, ნებისმიერი სტრუქტურა ის იქნება ხელოვნება თუ სხვა სფერო, ანუ ერთია ის ადამიანები, ვინც ჩანან და ლოკომოტივად მიუძღვიან ამ ყველაფერს და ისინი მერე ვინც ამას ხარდაჭერას უკეთებენ, როგორც ახლა ეთერში, ხო? დავუშვათ ეს 50 კაცი, რომელიც ახლა მუშაობს იმაზე, რომ ეთერში ვიყოთ. თქვენ შემთხვევაში ეს არის უამრავი ხატვარი, სცენის გამნათებელი, ვიღაცა ამაშიც არის მატება, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც რაღაცასთან გაგშეხება ხელოვნებაში მithumetes, ასე თუ ისე მაინც ყველას უნდა რომ იმღეროს ან დაუკრას რაღაცა და ეს ტექნიკურ რაღაცებს თითქოს და ადამიანების შინაგანად ახლა არავინ არ ფიქრობს, მოდი მე ტექნიკოსი გავხდები, მაგრამ ფაქტია საჭირო ეს ადამიანები.
სხვათა შორის ჩვენ ყავს ეხლა ახალი მოგესალმებით რამოდენიმე წლის წინ კი ვთქვათ მოხდა ხელმძღვანელობის ცვლა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის და სამყარო ხელმძღვანელობად ბატონი ზვიადი დაინიშნა ბოლქვაძე და აი ამ გუნდის მოსვლას მოყვა მე მინდა აღვნიშნო მამეიშვილი ლანა ტექნიკური რეჟისორი პატარა გოგონა რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია და უკვე მის ხელში გამოიარა ესეთ სერიოზულმა სპექტაკლმა როგორიც არის რევაზ ლაღიძის ლელა და საკმაოდ კარგად გაართვა ამ გოგომ თავი ასე რომ ამ ხრივ თუმცა მაინც მოვდივართ ძირითადი ვირთვი და ჩვენი დათო გოგიტიძე და მისი ბიჭები ყველგან არიან ამ ქალაქში ასე რომ ამ ხრივაც გვაქვს ესე ვთქვათ ცვლილება მატებაც და საერთოდ რა არის იცით ხელოვნება არ არსებობს მხარდაჭერის გარეშე და აი ამიტომ ყველა ეტაპზე ყოველთვის საოპერო დასაც მუსიკალურ ცენტრსაც ყოველთვის ჰქონდა ალბათ ბაჩო დამეთახება ძალიან დიდი მხარდაჭერა ესე ვთქვათ სამთავრობო სტრუქტურიდანაც კულტურის სამინისტროდან უზარმაზარი თავად ჩვენი ესე ვთქვათ მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ჯაზიც ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი იყოს კულტურა და არ შეიძლება რომ არ ავღნიშნოთ აი ეს ბოლო პერიოდში რაც ძალიან კარგი სტრატეგია კულტურის სამინისტროსი რომ რაც შეიძლება მეტად ყველა სეზონზე იყოს დატვირთული ღონისძიებები ამან ძალიან გაამართლა ხა არის ახალი პროექტი კულტურა მთაში ანუ არის კულტური ისა ბათუმი კულტურის დედაქალაქი ანუ მართლაც რაღაცა ისეთი დატვირთული იყო წელს ისე როგორც არასდროს ჩვენი ქალაქი რომ ფაქტიურად რაღაცერად მიეჩვია ადამიანები რომ სულ რაღაც უნდა ხდებოდეს ყველა სეზონზე რაღაც უნდა ხდებოდეს ამის მოლოდინიც აქვთ აქ ჩამომსვლელებს და ტურისტებსაც ნამდვილად და მე დავამატებ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს იმას რომ იცით რა როგორ არის ხა არის თბილისის ცენტრალური საოპერო თეატრი არის ქუთაისის საოპერო თეატრი სადაც ჩვენი სოლისტები ძალიან აქტიურად მღერიან მაგრამ ჩვენს ქალაქს რა აქვს და საოპერო დასს აქვს ის ფუფუნება ამას ყოველთვის აღნიშნავ და ესე ვთქვათ ერთგვარი სიამაყითაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ბათუმი არის ალბათ ერთადერთი საოპერო დასი სადაც ადგილობრივი ძირითადად ადგილობრივი კადრებით არიან დასაქმებულნი შენ შეგიძლია უზარმაზარ ოპერაში შეეჭიდო ისე რომ ფაქტიურად მოწვევა არ დაგჭირდეს მოგვარის თუმცა ბაჩოც დამეთახვა და იტყვის ალბათ რომ ეს აუცილებელიც არის იმიტომ რომ ყოველთვის არის ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია მოიწვიოთ ცნობადი ადამიანები და უფრო საინტერესოც არის და ну ყველგან უნდა იმღეროს ხო აი ამის თქმა უნდა ყველგან უნდა იმღეროს როგორც ვიღაცა ოცნებობს რომ აი სპექტაკლში მივიღეთ მონაწილეობას ახლა იყო ხო 30 წელიწადში როცა ყოველთვის ამბობდნენ რომ აი შენ ჩემი დაუშვათ ოცნება არის აი ტოპი რაღაცა რომ ჰამლეტი ვითამაშო ისეა ნებისმიერ არტისტს აქვს სურვილი ვიღაცასთან ერთად დუეტში იმღეროს ისეთთან მისთანაც თulis რომ აი რაღაცნაირად მისი პოტენციალი ბოლომდე გაიფურჩქნება ან ვიღაცასთან ითანამშრომლოთ თუნდაც ხელოვნებას რო გავწდეთ ხო ახლა გინდა მაგალითად ახლა ეთერში თუნდაც ასე როგორ ჟურნალისტა ვიღაცა ისეთთან მოხდეს სტუმრად ხო ანუ რაღაცა ისეთ წამყვანთან ერთად რომ დაინახო ეს მასტერ კლასი მიიღო ცოცხალი და იმანაც შენგან შეიძლება რაღაცა წაიღოს ვინც არ უნდა ვიყოთ კი ბატონო, ოთარ ჩვენ საუბრობდით ახალ თაობას და მაინტერესებს შენი აზრი. ჩვენ ხშირად ავღნიშნავთ ხოლმე რომ აი ლიტერატურა რა როლს ასრულებს მოზარდის განვითარებაში, თეატრს რა როლი უჭირავს. საოპერო სპექტაკლი საკმაოდ განსხვავებული ჟანრი არის თეატრალური სპექტაკლებისგან და შენი აზრით რამდენად საჭიროა და რამდენად სჭირდება ახალგაზრდებს საოპერო სპექტაკლები როგორ ზრდის და რას აძლევს და რას მატებს? კი, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. უბრალოდ ეგ ცოტა ინდივიდუალურიც არის და ამასთანავე ცოტა ღრმა არის, იმიტომ რომ მოგესალმებით საოპერო ხელოვნება არის ელიტარული ხელოვნება. რა თქმა უნდა, გუდიდგანვე არ არის ფართო მასებზე გათვლილი. ეგ არის თუ შეხვედი სპექტაკლზე და მოგეწონა და რაღაცა დაგამახსოვდა, ესე იგი შენი შინაგანი სამყარო არის მდიდარი. ეს არის ინდიკატორი ერთგვარი იმისა, რომ რამდენად შენი ინტელექტუალური მხარე არის მაღალი რა და ესე ვთქვათ, ამისთვის ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აღვზარდეთ როგორც ხათუნამ აღნიშნა, უნდა მოვიყვანოთ და ამ თუნდაც 100 ბავშვიდან 10-ც რომ
დაინტერესდეს უკვე გამარჯვება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ უკვე ჩვენ დიდი ხნიანი ტრადიცია გვაქვს ჩვენს ქალაქს, ხო, ჩვენს ქალაქზე ვარ ხო, თორე საქართველოს ლასკალაში რო სპექტაკლი პრემიერა იყო, ერთ კვირაში თბილისის ოპერაში იყო. საქართველოს უდიდგანვე ტრადიციული ქვეყანა ამ მიმართულებით და აუცილებლად ისიც უნდა აღნიშნოთ თავიდანვე, რომ არა მარტო ასე ვთქვათ დამდგმელია სპექტაკლების, არამედ აქ დღემდე არის და ძალიან კარგი რო ეს ტრადიცია არსებობს, იყო ახლა რევაზლაღიძე უცხოელი არ იყო. არა, შესაბამისად აქვე წერდა, თალიაშვილი აქვე წერდა, ანუ მნიშვნელოვანია ჩვენ სხვა კომპოზიტორები. რა თქმა უნდა, და თუნდაც სიყვარული რევაზლაღიძიდან რომელზეც ახსენე, ყველა სპექტაკლი, რამდენი სპექტაკლი გავიდა, ანშლაგით ჩატარდა, თან ჩვენი თეატრი საკმაოდ დიდია და ბათუმისთვის დიდია, ტევადობით და არ არის ადვილი საოპერო სპექტაკლზე გააუსო და სავსე იყო. დამეთანხმება ხათუნას და მაყურებელს მართლაც სავსე იყო და ეს იმაზე მიანიშნებს რომ ტენდენცია წავიდა იქეთკენ რომ საოპერო ხელოვნება დაფასდა ესე ვთქვა დაფასებული იყო ყოველთვის მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეს სპეციფიური მიმართულებით და ეხა საყოველთაოდ დაფასდა და მინდა ვთქვა რომ ცოცხლად ვინც ისმენს გულგრილი არავინ არ გამოდის რა ეგ არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ახლა ტელევიზორიდან და ბავშვთა აუდიო ჩანაწერიდან მოსმენილი აბსოლუტურად სხვა და ის ცოცხალი ხმა ცოცხალი შეგრძნება აბსოლუტურად სხვა ემოციას ტოვებს და სხვა შეგრძნებას ტოვებს და ამიტომ ყველას მოუწოდებ რომ ამ მიმართულებით ხელი შეგვიწყონ იმისთვის რომ მოვიდეს ახალგაზრდათაობა იმიტომ რომ ყველა სპექტაკლს აქვს თავისი ასაკი იმიტომ რომ ახლა ყველა ნებისმიერ ასაკის ბავშვისთვის არ შეიძლება რა თქმა უნდა ეხა ეს მაგალითად სოფლის ღირსება ეს სპექტაკლი ალბათ პლუს 8 მაინც 8 წლამდე არც არ რეკომენდირებული იმიტომ რომ 8 წლის შემდეგ ალბათ ან 10 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო და ამიტომ უნდა აღზარდოთ ჩვენ კარგი მინიმუმ კარგი მსმენელი მაინც იმიტომ რომ ეს იმის ამდენი კარგი მომღერალი რო არის ამ ქალაქში და ამდენი ესეთ ბუმი როა საოპერო მიმართულებით ეს თუნდაც ხათონ რას აღნიშნა რომ ერთ-ერთი ქალაქია საქართველოში მინდა ხომაღლა თქვა რომ აი ადგილობრივი კადრებით შეგვიძლია სპექტაკლი გაუშვათ რაც ისი ფუფუნებას დაუშვათ სხვა დიდ ქალაქებსაც არა აქვს ამიტომ ჩვენ ამით დავიკვეხნით მართლაც სატრაბახოა ეს ამბავი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ვიწვევთ ყოველთვის სხვებსაც და ამ ქალაქში ყველასთვის ღია კარები და ნებისმიერი ქალაქის ქუთაისიდანაც თბილისიდანაც და ნებისმიერი ქალაქიდან ჩამოდიან და მღერიან და ეხლა თუნდაც ჩვენ სპექტაკლში ქუთაისელი გიორგი სტურუა მღერის ესე მე შემდეგ ვიდეო ქუთაისში მღერი და ესეა რეალიზდება საქართველოს და ყველა ერთი ვარ და ერთად უნდა მე ქუთაისშიც ვიმღერებ თბილისშიც იქიდან ვყავ თბილისელის სიმღერებს და ეს არ ნიშნავს იმას უბრალოდ აქ ხაზი ესმება იმას რომ ჩვენს კულტურა არის ამის და ტრადიცია უკვე რამდენი წლიანი 40 წელი 50 უსრულდება საუბრობდას მაგრამ მანამდე საოპერო თეატრი ოპერის თეატრი იყო და ოპერის თეატრიდან დაიწყო ცხონებული ალეკო ხომერიკიდან დაიწყო და მე გააგზავნა ჩვენმა მარინა ჯახუტაშვილმა და დღემდე ესე მოძდევს ამ ყველაფერს და ეს არის ამის შედეგი რომ ესე დონეზეა მე შეხედეთ და ვითარდება გაუჩერებლად ეს მნიშვნელოვანია და დავიდან ბავშვებით სახსენეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა პატარა რო ხარ ბუნებრივად ისედაც რაღაცები არ გესმის ვერ ხვდები ხო ანუ იმ პატარა ტვიში ჯერი ადრეა რაღაცა რთულის მიღება გინ მუსიკის თუნდაც გინ ხატრობის და ამას მართლა ჭირდება აღს და ამას ჭირდება დრო რო ყური ახლა მუსიკოსი ხართ და დამეთანხმებით ამაში რომ სმენა გავარჯიშებადია რაც არ უნდა იდეალური სმენა ქონდეს თავიდან ახლა შენ პირდაპირ ვერ მოусმენ რაღაცას მაგრამ მე გავარჯიშებადია და მე ხვდები იმ სირთულეებს ხვდები კომპოზიტორმა რაც შეიძლება პირველ რიგში თავისთვის დაწერა იმიტომ რომ იმ სირთულეს ახლა თუ ნოტები არის ვერ გაიგებ მაგრამ მე უკვე ხვდები რატომ რისთვის როგორ რაღაც ნოტი რაზე მიგითითებს სად რატო და განწყობაზეც მიყვება და ამას თან ერთვის ანუ ოპერის უნიკალურობა ამაშია ზუსტად რომ მუსიკასთან ერთად ჩვენ ხედავთ გრაფიკულ სამგანზომილებიან მოქმედებას თან რა ვიცი ვინც ვისაც ქონია ხელოვნებას შეხება იცის რომ მოძრაობა და სიმღერა ერთად ძალიან რთული ამას როდესაც ფლობ ნუ რა თქმა ძალიან რთული ტყუილ უბრალოდ არაა ეს ურთულესებული ხაერი და იმიტომ იხლება ხელოვნების უმაღლეს მწერლად საოპეროში ყველაფერია ჩართული შიგნით და ყველაფერი საოპერო სპექტაკლი დიდი ხანია გაცდა უკვე ამ სტატიურ მდგომარეობებს აი როგორც ეხა აღნიშნეთ მომღერა ესა სიმღერა მოძრაობა ეს ყველაფერი არის ძალიან რთული და მithumetes როდესაც საინტერესოდ არის გადმოცემული და თან ამ სპექტაკლს ეხა სოფლის ღირსებას რაც შეეხება პრივილეგია ისა აქვს რომ სპექტაკლი არის სულ რაღაც საათი და 20 წუთი ხო მე მგონი ერთ მოქმედება და ერთ მოქმედება და რჩება რისი შეგრძნება აი კიდე
კიდევ გინდა რომ გაგრძელდეს. კიდევ თუმცა ქონია ისეთი სპექტაკლები, როგორც ახლა ლელა აღნიშნეთ ჩვენ და რა თქმა უნდა, წარმატებულ სპექტაკლს წარმატებული მომღერლები განაპირობებენ, აი ამათი ძლიერი ხმები, ასევე მომღერალს ხმა უნდა ქონდეს საოპერო მომღერალს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სამსახიობო ოსტატობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან კარგი რომ მათ აქვთ ის უნარები რომ აი შეიძლება ენა არ გესმოდეს რასაც მღერის, მაგრამ იმდენად შთაბეჭდილებას ახდენს შენში ემოციურად, რომ კიდევ გინდოდეს განმეორებით აი ამ დავუშვათ სპექტაკლზე, ან ნებისმიერ საოპერო სპექტაკლზე წასვლა. ასე რომ გარდა იმისა, რაც თქვით, აი ეს ყოფითი თემები და ეს გამოკვეთილად ჩანს რეჟისორს აქვს ეს ისე გადაწყვეტილი, რომ ჩანს დავუშვათ იქ ვინ არის შეყვარებული, ვინ ღალატობს, ვინ ფლირტს, ესე ვთქვათ, ხო, ფლირტს მდგომარეობაშია კი, ასე და ძალიან საინტერესოა კიდევ არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ იცით რა არის აი როგორც საოპერო და შეიქმნა და მოდის დღევანდელ დღემდე ესე შეიქმნა სიმფონიური ორკესტრი ესე შეიქმნა კაპელა და იცით რა არის აი ეს რგოლის ხელმძღვანელები მათი ბატონი ქეთევან მანელიშვილი რუსკობერიძე ბატონი დავით მუქერია მამუკ ალაფიშვილი დირიჟორი რომელიც წლებია მოყვება ამ ყველაფერს ამ ადამიანებმა იმ ხელაშრომა გაწიეს და თითოეული წევრი აი ამ რგოლის იმდენად როგორაც ამ სპექტაკლით ცოცხლობენ თითოეული ორკესტრანტი, თითოეული გუნდის მსახიობი და მართლაც ჩვენ იმდენად პრესტიჟული კაპელა ყავს, იმდენად პრესტიჟული სიმფონიური ორკესტრი და ყავს, რომ ეს ხალხი თითოეული მათგანი ძალიან გვიამაყება, ძალიან გვესახელება. ბიჭო 50 წელს ორკესტრი აჭარას ყავდა, აი ამით არის საოპერო სპექტაკლი, ალბათ ყველაზე აღმატებული იმ მხრივ, რომ არის დრამაც, არის ცალკეული სოლისტებიც, არის გუნდიც არის სიმფონიური ორკესტრის და რა ვიცი ანახაობრივად არის ძალიან ისეთი ლამაზი. მოკლედ 28 თებერვალს ეს ყველაფერი ელოდება მაყურებელს, ვინც მოასწრო და ვინც ვერ მოასწრო, კიდე შეუძლია რაღაცნაირად. ბილეთებისაც შეიძლება რომ შეიძინონ. ბილეთები მართალი ხარ გავერთეთ ჩვენ. მაგითაც ავედე. კი, ესე იგი 28 თებერვალს 7 საათზე გვაქვს სპექტაკლი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე. ბილეთები ჯიზე შეგვიძლია ონლაინ შევიძინოთ და ასევე მუსიკალური ცენტრის სალაროებში. თუ დაგხვდებათ რამე, ამიტომ იჩქარებთ. ამ სიუჟეტის შემდეგ მეგონა აღარა ბილეთები აღარ იქნება. ხო, მოკლედ ამიტომაც თანამშრომლობ ზოგადად მედია ხელოვნება და პრინციპში ყველა ნებისმიერი სფერო, იმიტომ რომ ჩვენთვის ისაა რომ უი ამბავია და მოდი სტუმარი მოვიყვანოთ, მაგრამ ამის გარდა არის მნიშვნელოვანი ამბავი და ამიტომ გვინდა სტუმარი. ნებისმიერ ამაზე ვილაპარაკეთ და თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ არსებობდეთ. და აჭარის ტელევიზია პირებს გადაღებას ესე ექსკლუზივ ძალიან ექსკლუზიურად მაღალ ხარისხში. როგორც ყოველთვის. კიდე ერთი პლუსი იმისთვის რომ ძალიან ბევრმა ანუ მასტერ კლასივით უყუროთ როგორც ამ სანახაობას არა მარტო როგორც სიამოვნებისთვის დაურჩებით. თუნდაც არაცერი ბაჩო მკითხა რომ დაკლები იქნება ცოცხალზე რასაც მართალია და მაგრამ თქვენ გეპატიჟებით და თქვენ სახელზე საუბროში დავტოვებ ბილეთს. ძალიან დიდი მადლობა ბაჩო. მოკლედ ჩვენ გაგემშვიდობებით ცოტა ხნით ჩვენ სტუმრებს ვაღირსებთ რეპეტიციაზე წასვლა საღამოასთან და რამდენიმე წამში დაგვეწყო საორკესტრო დაგვეწყო გავიქესით. ძალიან დიდი მადლობა კარგი დღეს გისურვებთ. კარგად გზავნა. მოკლედ ასე. რახან სხვათა საიტი ვახსენეთ, ხო? აი ბილეთები ჭი და შევიძინოთ რაღაცა და ამაზე გაგვახსენდა ახლა როდესაც ამაზე ვაპირებთ საუბრას, გინდა არ გინდა უნდა გვეხსენებინა, რომ ეს ხდება ყველაფერი ონლაინ, ხო? ეს ყველაფერი დაკავშირებულია სოფლიო ქსელთან, რომელსაც ჩვენ ხან ინტერნეტს ვეძახით, ხან რას არ ვეძახით, ხან ზოგიერთი კომპანიის სახელსაც ვეძახით, იმიტომ რომ პირდაპირ ინტერნეტს უკვე თითქმის ძალიან იშვიათად ახსენებს ადამიანები და ერთი რაღაცა ვიცით, რომ ანუ ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოვკიდეთ, ასე ვთქვათ, ციფრულ ტექნოლოგიებზე. ამან რაღაცნაირად შეიძლება ცოტა ნაწილობრივ გაგვაზარმოცა, თუმცა მოგცვა შესაძლებლობები, რომლებიც არ გზღუდავენ ამ კონკრეტულ სივრცეში. მაგალითად, ახლა მე და შენ აქ საუბრობთ, მაგრამ შეიძლება აქედან მესამე ჩვენი საერთო მეგობარია ნებისმიერი ვიღაცა ჩართოთ აქედან არ ვიცი, მთვარემდე 5 წამია კონტაქტი და შეიძლება მთვარეზე ჩართო ვიღაცა და პირდაპირ ეთერში ველაპარაკოთ, თუნდაც პრივატულად. ანუ საზღვრები გაიზარდა ძალიან. ანუ ურთიერთობის შესაბამისად სამყარო ახალ რაღაც ხარისხობრივ დონეზე ავიდა და კიდევ წინ მიიწევს და არ ვიცი ხა ეს ხელოვნური ინტელექტი კიდე რას ჩაგვინაცვლებს დაუშვათ ამ რუტინულ რაღაცებს ცხოვრებაში, სადაც დაუშვათ იგივე
ჩვენი ტვინი გათავისუფლდება რუტინული რაღაცეებისგან, არ ვლაპარაკობ ახლა კოვზის მიტანაზე, უნდა ვისწავლოთ აუცილებლად, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაც ყოველდღიურ ავტომატიზირებულ მოქმედებებისგან გაგვათავისუფლებს და ჩვენი ტვინი თუ ასე ვთქვათ, გამოიმუშავებს ძალიან ბევრ კრეატიულ იდეას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ადგილი გვექნება. მაგრამ ამას მოსდევს სხვადასხვა მინუსები, ხო? იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი ხშირად ამაზე გველაპარაკება ხოლმე, დიდ შესაძლებლობებს, ასევე მოყვება არა მარტო დიდი პასუხისმგებლობა, არამედ რაღაც საფრთხეები, ხო? იმიტომ რომ არსებობს ადამიანები, არსებობს ადამიანთა ჯგუფები, ვინც არაკეთილ სინდისიერად სარგებლობენ ხოლმე სხვადასხვა რაღაცებით. ეს იქნება ამ შემთხვევაში ტექნოლოგიებზე ლაპარაკობთ, ანუ ადრე შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ბორბალი გამოიგონა იმისთვის, რომ გადაადგილებულიყო, ვიღაცამ კი აღჭურვა თავისი რაღაც ტრანსპორტი, ამიტომ წავიდა და გაძარცვა ბანკი. ამიტომაც ყოველთვის აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი და პირადი ინფორმაცია. და ამას ღაღადებს ხოლმე ჩვენი სტუმარი, ჩვენი ეთერის საშუალებით, რაშიც აბსოლუტურად ხერხებით და ყოველ ჯერზე ველოდებით რით, ასე ვთქვათ, შეგვაშინებს და რით გაგჭურვავს, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ რომ ვიყოთ დაცულები. ზურა მესხიძეა ჩვენი სტუმარი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. დღემშვიდობისა. კიდევ წუწუნით დავიწყეთ, რომ ვიშველეს ზურა. პირველ მშვიდობა ხო გვაქვს. მოგესალმებით, მივესალმებით ეს მაყურებელსთან, ნამდვილად ავიცოდით თუ გაშინებდი ასე. არა, ეს სწორი ახლა. რა იცი, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დაუშვათ იგივე აღზრდასთან მიმართებაში გაჩნდა ეს, რომ აი რაღაც ემოციებზე ვარ უნდა ვთქვათ, იქ რაღაცა არ შევაშინოთ რაღაცა და სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ემოცია სანამ ჩვენ აი ამ დონეზე ვიმყოფებით, რაზეც ვიმყოფებით კაცობრიობა, შიში არის უნიშნელოვანესი უნარი და არა დასაცინი რაღაც. თავდაცვის ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია, ანუ თუ იქ ოდნავ რომ გაჩნდა როგორ შეაშინებ ადამიანს, თუ კომბალით მიახტები სულ სხვა რაღაცა, მაგრამ თუ ეტყვი რომ აი აქ ფრთხილად გაიარე, იმიტომ აქ რაღაცა ისეა რომ შეიძლება რაღაც თავს დაგეცეს, ხო, მაინც ვთილობ რომ შიში წო, ხო, თუ ემოციამდე ბოლომდე დავალთ სუბთა ემოციამდე, შენ მასში ვთილობ სუბუქი შიში გამოიწვიო, რომ იყოს დაცული რაღაცისგან. ამიტომაც თქვი რომ მესმის რა თქმა უნდა, ხუმრობით გავიმართლე თავი ასე. თუმცა დღევანდელ დღეს მართლაც ტექნოლოგიები არის აბსოლუტურად ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით გვაძლევს უსაზღვრო, როგორც შენახსენე საზღვრებიო გაზარდა. კი არ გაზარდა, მე მგონი საერთოდ მოშალა საზღვრები და აღარ აქვს თო უსაზღვრო არის აი ამ ტექნოლოგიების წილსვლა და ამ პასუხისმგებლობასთან ერთად რა თქმა უნდა ვიცოდეთ ჰიგიენა იმის გამოყენების, რაც ყოველდღურად არსებობს. თუ თვალს გადავალოთ უკანასკნელ კვლევებს, ვნახავთ, რომ ჩვილი ბავშვი სანამ დაიწყებს საუბარს, იქამდე უკვე smartphone-ის გამოყენება შეუძლია. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ანუ ლაპარაკი ჩვენი ტექნოლოგია რაც გვაქვს ერთმანეთს საუბრობთ, იმაზე უფრო გამარტივებული არის smartphone-ის გამოყენება და აი ამ ტექნოლოგიასთან დამოკიდებულება, შემდეგ რა თქმა უნდა მოდის ეტაპობრივად იგივე ბაღი იქნება, სკოლა, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა სამსახურები. დღეს რავი, წარმოუდგენელია სფერო ავიღოთ, რომელშიც ტექნოლოგია თავის სიტყვას არ ამბობდეს, იგივე თქვა ტელევიზია ახსენე და შესაძლებელია არა მარტო ლოკალურად, არამედ მთელი დედამიწის გარშემო შეიძლება მომავალში სხვა პლანეტებზეც გადაიცემოდეს ჩვეულებრივად ტრანსლირება, რომ უბრალოდ ყველაფერს გააჩნია მისი დეტალები, რაც აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი და ჩვენ გაგვიმართლა, სავარაუდოდ რო ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, და ჩვენთან ერთად ვითარდება ჩვენს თაობასთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი საშუალება, რომ უფრო მეტს მივახციოთ რას გვიწყობ ამაში. ეს არის რომ ეხლა წამოვედით ტელევიზიაში სასაუბროთ და ჩემი რამდენიმე ხელოვნური ინტელექტი ჩემს კომპიუტერში ეხლა მუშაობს მისთვის რომ დაგავიწყოთ. სხვა შემთხვევაში ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, ზოგი ვებგვერდს აკეთებს, ზოგი ბაზარს სწავლობს, ზოგი ანალიტიკას აკეთებს. ზოგი ბაზარში დადის. ხო, ეგ ჯერ არის, მაგრამ სავარაუდოდ იქნება მალე გაერთიანებული და ეს საშუალებას აძლევს რეალურად იმ პროფესიონალებს, ვინც არიან საკუთარი საქმის, რომ რეალურად გადავიდნენ ძირითადად ფიქრზე და რიგი რუტინული სამუშაოსი უკვე დაავალონ მთლიანად ტექნოლოგიას. გამოდის ქმედებები უაზრო არაფრის მომცემი ქმედებები შეგვიზღუდა, რაც ჩვენთვის არის დიდი პლუსი, ხო? დღეს თორე ადრე ეს ქმედებები მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ხო. მნიშვნელოვანი იყო და ეს ქმედებები მაშინ
შეიძლება სიახლე ყოფილიყო. საუბრობ იგივე ჩემი სპეციალობა იყო დეველოპმენტის ნაწილს, რომელზეც თვეები და წლები იხარჯებოდა, რომ რამდენიმე პროექტი, წარმატებული პორტალი ან მონაცემთა ბაზა, ანალიტიკა გაგვეკეთებია. დღეს ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რამდენიმე კვირა ჭირდება და უკვე მზად არის და თან ბევრად უფრო უკეთესი ხარისხით და ბევრად უფრო უკეთესი ოპტიმიზირებით და წარმადობით, რა თქმა უნდა. და ისიც უნდა აღნიშნოთ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამ შემთხვევაში ჩვენს კონკრეტულ პირად კომპიუტერის შესაძლებლობებზე არა მიბმული და ამიტომაც ჩვენ თუნდაც იმ ფასიან ვერსიას რო ვიყენებთ სახელებს ვერ ვასახელებ ბუნებრივია, რეალურად სარგებლობთ უზარმაზარი რესურსით, რომელიც დაუშვათ ჩვენი კომპიუტერი რო მაგძალის ყოფილიყო, ნუ არც ერთი ადამიანის ფინანსური რესურსი არ ეყოფოდა ფიზიკურად ერთ ერთი ახლა გვაქვს საშუალება საკმაოდ იაფად უზარმაზარი საქმე გავაკეთებინოთ, ანუ არ ვიცი ხა ერთ პატარა ჯიხურზე რომ სოფლიო ბანკი მუშაობდეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ კომუნიკაციაში და დაფინანსებით ისე. კი, ეგ ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ხელოვნური ინტელექტის, რასაც ქვია რესურსი, რასაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს და არა მარტო ხელოვნური ინტელექტი, ზოგადად ტექნოლოგიები, რასაც იყენებს, ესა ვებ სივრცეები, ის დიდი ვებ სერვისები, რასაც დატა ცენტრები ქვია, რაც ძალიან ძვირიჯდება, როგორც ფინანსურად, ასევე გარემოს დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრონული ენერგია, რომელიც მას ჭირდება, ქსელები, რომელიც ჭირდება, ინტერნეტ მომარაგება და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და უმრავლესობა ადამიანებისა ძირითადად ჯერჯერობით ისევ, რა თქმა უნდა, უფასო ვერსიებს იყენებენ, ბოლომდე სანამ არ გაიწურება ეს ამბავი. და ის კომპანიები დიდი არ ვახსენებ, იმიტომ უკვე ბევრია, მართლა ბევრია. 2-3 წლის წინ რომ მოვდიოდით და სიუჟეტი ქონდა ჩვენ 2-3 მაქსიმუმი იყო რაოდენობაში და ეხლა უკვე 20-ზე მეტი არის, რასაც Sales რო ხსნი უკვე პირდაპირ თუნდაც ის რო რაღაცას ჩაწერ შეკითხვას, პირდაპირ გთავაზობს ის გვერდი უფასოდ, რომ შენ დაუშვათ პასუხი გინდა ის ტრადიციულად გვერდების მოწოდების თუ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით. კი. სარგებლო. ხო, უკვე ბევრი ისეთი იუმორისტული მიმებიც გამოდის ამაზე, რომ აი მაგალითად შენზე ხარ შენს კომპიუტერთან და რაღაცა კითხე ამ ხელოვნურ ინტელექტს და პასუხი იმდენად მარტივია, რომ ის ტექსტი რო გაიაზრო, შენ თვითონ მიხვდები, რომ ან კი ან არაა პასუხი და ეს ტექსტი მიდის მთლიანად შემდეგ ამ ქსელის გავლით, სადღაც ოკეანის გაღმა, იქ დიდ წარმადობაში როგორ მუშავდება და ეს მათემატიკური ფორმულები რო ჩაირთვება და ეს მათემატიკური ფორმულები გამოიყვანს ამ ყველაფერს და რეალურად პასუხი არის არა. ანუ იმაზე ახლა რო ლაპარაკია რომ მაგალითად ნუ ესალბებით ხელოვნურ ინტელექტს, იმიტომ რომ ტყუილ უბრალოდ ართვევს რესურსს, ეს უბრალოდ სიმართლეა და ზრდილობა არაფერ შუაში არაა, ხო? ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ჩვენ ეგეც ჰუმანოიდი ვართ და ჰუმანურობა გვმართებს და ვესალმებით ვართ, მაგრამ თითეული სიტყვა ჩავთვალოთ რომ ძალიან დიდ ხარჯს გასწევს შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა რასაც ქვია დღეს პრომპტ ინჟინერია, მასში თითოეულ სიტყვის გადაცემასაც კი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ზუსტი შედეგი მივიღოთ. ანუ მოვედით იქამდე რომ ძალიან აი როგორც ბავშვი ვახსენეთ თავიდან, ხო? იქ გინდ კუზის აღება, გინდ ლაპარაკამდე ტექნოლოგიის გამოყენება სწორი შეკითხვის დასვას ისედაც გეუბნებოდნენ პედაგოგები წლების განმავლობაში, რომ სწორად დასმულ შეკითხვას უნდა ისწავლო პირველ რიგში, მერე სწორად დასმულ შეკითხვაში დაუშვათ 80% პასუხი არის უკვე და ხელოვნურ ინტელექტთან ეს კიდევ უფრო გამძაფრდა, იმიტომ რომ ხშირად არის წუწუნებენ დღემდე ხო, ნახა არა სპეციალისტები ვიცვართ, რომ აი დაუსვი შეკითხვა და რაღაცას ისულელენ პასუხა, ან არასწორად მიპასუხა და მერე როდესაც დაუშვათ შენთან ვისაუბრეთ ეთერში ვიღაცასთან ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ უბრალოდ ჩვენ შეკითხვას ვსვამთ არასწორად. იმიტომ რომ წინადადება გამოხატავს დასრულებულ აზრს, ეს ძალიან ძველი აქსიომაა გრამატიკული, მაგრამ გამოდის რომ დღემდე ვერ გავითავისეთ ეგ მარტივად. ხო, უმრავლესობა ადამიანს გონიათ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რადგანაც არის, მისითაც უნდა მიხვდეს და რეალობაში ის მისით ვერ ხდება. საქმე არის რაში, რომ ჩვენ რაც უფრო დიდ წინადადებას ვეთქვით, უბრალოდ ბევრი სიტყვებით დახუნძილს კი არა, დიდ წინადადებას ვეთქვით, დიდ ტექსტს მივცემთ ხელოვნურ დაუცხრილ მანდებით და ბოლომდე ჩვენი სათქმელი რაც არის ადან უნდა რო იტყვიან რომ ვეთქვით და დაუცხრილდებით ჩვენთვისაც რო იყოს ის
ჩვენს რო გავიგოთ ისეთი რომ იყოს, გადავწევთ ხელოვნური ინტელექტი რეალურად როგორ უშავს, აქვს ნეირონები, ანალიზაკეთებს, აი ამ ნეირონების დახმარებით და იმ ანალიზის საფუძველზე გაძლევს ჩვენ პასუხს. რეალურად ესე მუშაობს. ანუ ჩვენც ვითარდებით ამ სწორად შეკითხების დასვისკენ, როდესაც მივდივართ. რა თქმა უნდა, ჩვენც და მაგიტო არის რომ აი პრომპტ ინჟინერია მე რამდენჯერ ვახსენე უკვე, მაგრამ დღეს ამის გარშე შეუძლია პრომპტ ინჟინერია არის ზუსტად ადამიანის საუბარი ხელოვნურ ინტელექტთან და გადაცემა თვითონ ადამიანებიც უკვე ვითარდებიან და უნარი ვითარდება უკვე რის მიხედვითაც ამ ხელოვნურ ინტელექტს ესაუბრებთ. თუმცა რაღაცნაირად მოკლე აზროვნებას გვასწავლის სწრაფად. ხო, რაც უკვე ამ ტრენდებმა მაგრამ ზურა მე რა მაინტერესებს, აი ბავშვებთან დაკავშირებით მინდა და უსაფრთხოებაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან დამეგობრდნენ, რაც უფრო ფეხი აუწყეს აი ხელოვნურ ინტელექტს, თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, თუნდაც არაფრის მომცემი დიალოგი იყოს, მაგრამ შეიძლება თუ არა რომ პირადი ინფორმაცია ბავშვმა თვითნებურად გადასცეს ხელოვნურ ინტელექტს და ამით მოხდეს პირადი ინფორმაციის არასწორად ან გამოყენება, ან რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის ზუსტად ეგ და ჩემი პასუხი არის შემდეგი, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება არის, რომ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუგზავნოთ ხელოვნურ ინტელექტთან შეხება და არ უნდა ავუკრძალოთ. არ უნდა აუგზავნოთ, პირიქით უნდა დავეხმაროთ, რომ სწორად მივიდეს ხელოვნურ ინტელექტს. ხშირად, როდესაც აი იცით, რომ ტრენინგებია, სესიებია სკოლაში მიმიწვევენ სხვადასხვა პროექტებში და ყოველთვის ამ შეკითხვას მისვენ, რომ აი გაკვეთილები და მე ხელოვნურ ინტელექტს და ასე შემდეგ. მოდი შემოვატროთ ესე ვთქვათ, რომ აი იმ გაკვეთილების სწავლაში ზუსტად ხელოვნური ინტელექტი რომ დაიხმაროს ბავშვმა. ხო, უფრო მეტ შედეგზე გავა რეალურად და უფრო საინტერესო იქნება მისთვის. რატომ ვამბობ ამას? მაგალითად, როცა ვსწავლობდი ჩვენ სკოლაში, უჯრედი ჩემთვის იყო რაღაცა ოთხკუთხედი დახატული წიგნში შავ-თეთრად, რომელშიც შუაში იყო ბირთვი, ხო? ბიოლოგიის გაკვეთილი. ხელად წარმოვიდგინოთ. ხო, წარმოვიდგინოთ. და ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი დაუსმევს შეკითხვას ხელოვნურ ინტელექტს, რომ მოდი აბა ეტაპობრივად მაჩვენე რა არის უჯრედი და დამეხმარე ამ გაკვეთილის სწავლაში. პირობითად ვამბობ უჯრედს. იქ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ეგრეთ წოდებული learn, ანუ სწავლის განყოფილება, რომელიც ავტომატურად ირთვება ამ დროს და ძალიან მცირე დეტალებიდან იწყებს ბავშვისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ოღონდ ეს ინფორმაცია გრძელი და ვრცელი კი არ არის. კონკრეტულად პატარა მონაკვეთი მიცემს ბავშვს და ამის შემდეგ უსმენს შეკითხვას. ბავშვის პასუხიდან გამომდინარე ის აძლევს შემდეგ ინფორმაციას, რაც ნიშნავს, რომ თუ კი ბავშვმა აითვისა ეს ანუ შემდეგ ლეველზე გადადის, შემდეგ კვესტი უნდა დასრულდეს. ხო, კვესტი უნდა დასრულდეს, ხო, და ეს აჩვევს აი გეიმიფიკაციას აკეთებს საგანმანათლებლო სფეროს. ძალიან ხშირად ვუყურებ ბავშვებს, რომ აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ჟიულ ვერნი, რომლის გამოგონებების დაახლოებით 70% გვაქვს ჩვენ დღეს. 30% ჯერ კიდე არ აქვს კაცობრიობას გამოგონებული და გაკეთებული. ხო, ვეუბნები, რომ აი თქვენი წარმოდგენა როგორ არის, მაგალითად კაპიტანი ნემო როგორ გამოიყურებოდა ნაუტილუსს. და რაღაცას მეუბნებია მასვე. ახლა ეცადეთ, რომ ეს ხელოვნურ ინტელექტს უთხრათ, რომელიც ასევე შეგიქმნით ამის ვიზუალურ მასალას და მე უკვე დაფიქრდებიან და მე შემთხვევები მქონია, როდესაც ამას რო ვსაუბრობ ბავშვებმა არ იცოდნენ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები და აღმოჩნდა, რომ ამათ დაინტერესათ. აბა ეს როგორ იქნებოდა, აბა ის როგორ იქნებოდა, ბავშვებმა წიგნის კითხვა დაიწყეს. ანუ როგორ შედეგზე შეიძლება გავიდეთ ამის შემდეგ, ანუ ტექნოლოგიას ჩვენ უნდა აუწყოთ ფეხი და უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვაქციოთ ის ჩვენი ინსტრუმენტად. ანუ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველა ბავშვების შემდეგ არის სტუდენტებზე, რომ გამოცდებში როგორ უნდა გამოიყენოს სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტი და შემდეგი შეკითხვა ყოველთვის არის, რომ აი ჩაგვანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენ. აი ეგ შეკითხვები არ მიყვარს მე. მე გაგცემ პასუხს და მე დაგამახსოვრდა ძალიან კარგად. შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი პირდაპირ ვერ ჩანაცვლოს, მაგრამ ჩანაცვლებს ამ ადამიანს ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სწორად იყენებს. კი, ანუ მე არ მიყვარს, იმიტომ რომ მე შენია, მე არ მიყვარს, იმიტომ რომ აქ ხდება არაკომპეტენტურობაზე ხელის მოწერა, ხო, რეალურად რომ დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ის ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის მქონე ადამიანიც ჰაერიდან არ ხდება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის მქონე ადამიანი. შესაბამისად გადის რაღაც საბაზისო სწავლას და ყოველთვის ვაკეთებთ აქცენტს ამაზე და არა მარტო ჩვენ სტუმრებზეა ლაპარაკი, რომ პირველ რიგში ბავშვებიდან სწავლობს სწავლას. ხო, სწორად სწავლას რომ ისწავლი. მე აბსოლუტურად სულ ერთია შე ბირთვულ ფიზიკას მოკიდებ ხელს სახეობებას თუ არ ვიცი მთვარზე მაღაზიის გახსნას, როგორც ჩვენ დროს ხმურობდნენ, შენ უკვე იცი როგორ ისწავლი.
და როცა იცი როგორ ისწავლო, იცი როგორ დასვა შეკითხვები. იგივე ლექტორსაც ხო სწორად უნდა დაუსვა შეკითხვა, ხო, რაღაც აბდაუბდას ხო არ დაუსვებ. ფიზიკის ლექტორს არ კითხავ მსახიობებზე რაღაცას, ხო, თუ უბრალოდ მეგობარია რა. შესაბამისად გამოდის, რომ ინსტრუმენტს თუ შენ თვითონ ჩააბარებ ახლა შენ თელ ცხოვრებას და აზროვნებას, რა თქმა უნდა ის ახლა კი არ შეეცდება, მაგრამ ისე გამოვა რომ ის ჩანაცვლდები ხო იმ რაღაც უნარებში, მაგრამ შენ თუ ამას გამოიყენებ როგორც ინსტრუმენტს, ის გახდება შენი მეგობარი, ხო? ახლა ტანსაცმელი შენს მაგივრად ვერ გათმება თავისთვის, მაგრამ შენ მას იყენებ აუცილებლად, იმიტომ რომ არ გაიყინო. რა თქმა უნდა. ვითარდება დროსთან ერთად, ტექნოლოგიასთან ერთად და ზუსტად ეს არის, რომ სწორად როგორ უნდა იქნას ეს გამოყენებული და აქ უკვე გადავალ მეორე ნაწილზე, როგორ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოება, რაც აქ მოდის პირდაპირ კავშირში. თვითონ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებიც კი ამბობენ, რომ ადამიანები ისეთ ძალიან სენსიტიურ თემებს ეუნებიან უკვე ხელოვნურ ინტელექტს, რაც საჭიროც კი არ არის რა, ანუ ძალიან ისეთ შინაგან მდგომარეობას და ასე შემდეგ ბევრი ვიცი. ანუ გამოდის რომ ჩვენვე ვუქმნით საკუთარ თავს პრობლემებს. ჩვენვე მარტოობის გაცდის პრობლემებს ვატენით ხელოვნურ ინტელექტს. ხო, და ხშირად არის რომ აი მესაუბრება და ჩემს ის არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, ტექნოლოგია არის, რომლის ვალდებულებაც აქვს პირდაპირ თქვა, რომ გვესაუბროს, ხო, ჩვენ დავუსვათ შეკითხვას, ის პასუხობს. და მეორე ეს არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს უზიარებდა პირად მონაცემებში, საბანკო ანგარიშსაც ვამბობ, პირადობის მოწმობია, ფოტოების ატვირთვა და ასე შემდეგ, რაც არ შეიძლება პირდაპირ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურად აგროვებს ამ მთელ ინფორმაციებს და იყენებს შემდეგ სხვადასხვა მიზნებისათვის. ეს ჩვეულებრივი მომენტია, იმიტომ რომ ესაა ღია კოდი, ანუ რაც უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს, მით უფრო მეტი ნეირონი უჩნდება, რომ შემდეგ სხვა ადამიანს იგივე პასუხი გასცეს თან. ზუსტად მაგით არ შეიძლება პირადი ინფორმაციების გაცემა და მაგის შემდეგ ჩაამატეს ცალკე თითქმის ყველა ხელოვნურ ინტელექტია ჩამატებული, რომ თუ კი შენ მაინც გინდა ეგრეთ წოდებული private, ანუ ცალკე ჩატი უნდა გახსნა, სადაც ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემებს არ წაიღებს და პირიქით, როგორც კი ამ ჩას დახურავ, ეს ყველაფერი წაიშლება. აი როგორც ბრაუზერში ინკოგნიტო რეჟიმი არის, დაახლოებით ისეთის შექმნა მოუწიათ. ესე იგი ზურა ახლა შენ მედაჩავს მეგობრებს, იმედები გავგვიცრუე, იმიტომ რომ ხშირად ვიხუბროთ ახლა სანამ დავასრულებთ სტუმარს გავუშვებთ არა ხო ინფორმაციას არ ვაძლევთ ხოლმე რა სამეგობრო რომ დავждებით ახლა ამას მაყურებელი კარგად ხვდები მარტო მე და ჩემი მეგობრები არ ვაკეთებთ ამას ყავაზე უკითხავთ ხოლმე და ვაკითხებით რომ აბა რას მეტყვი და იმ ხელა ინფორმაციას გაძლევს და შეიძლება რომ იმდენად რაღაცა სწორი მოგწეს იმიტომ რომ ალბათ წარსულში უკვე საუბარი შედგა ჩემსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის რაღაცები დაიმახსოვრა და მიგზავნის იმასაც რომ არ უნდა გჯეროდეს მეგობრებო ამის ანუ ასტროლოგებს აჯობა. რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ნახოთ ხო, ტექნოლოგია რომელიც მუდმივად ვითარდება, ნუ ეხა კომპანიებს არ ვახსენებ, მაგრამ საძიებო სისტემები და ასე შემდეგ ყველა ვიცით და ეს ცნობილი ფაქტია, რომ აი ამ საძიებო სისტემებში ჩვენი პროფილები უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს და უფრო კარგად ვიცნობენ, ვიდრე ჩვენ საკუთარ. კი, ამიტომაც რაღაცაზე რო ლაპარაკობ, თუ შენ სპეციალურად ფუნქციები არ გაქვს გამორთული smartphone-ზე, მე ვუკვირთ, რომ აი იცი რა, რაღაც შარვალი შემოთავაზე, რომელზეც ვოცნებობდი, იმიტომ რომ შენ ტელეფონის ჩართულია, ხო, ჩართული არის, რომ ეს ინფორმაცია გამოიყენოს. ხო, რა თქმა უნდა, მარკეტინგში და მოდით არ წახვიდეთ გადაცემის დასრულებამდე, ეგ ფუნქცია გამითიშეთ. მაგრამ მე ვიპოვი და უშუალოდ იმ შარვალს, რომელიც გინდა. ესე იგი გამოდის, რომ რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, იზრდება საფრთხეც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა გაუკლავდეთ ამას, დავიცვათ პირადი ინფორმაცია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც თქვენ გვაძლევთ ხოლმე და ასევე ბუნებრივი ალბათ, რომ აი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ალბათ გაიზარდა ინტერესი სწავლების მხრივ. ხო, აი კონკრეტულად რა მიმართულებას ირჩევენ დღეს თქვენი მოსწავლეები, ვისაც თქვენ ასწავლეთ? კი, ნენელა ვითარდებით იქეთ, რომ მოსწავლეებიც და მშობლებიც ხვდებიან, რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე უკვე მომავალში უკვე დღეს შეუძლებელია ყოფნა. რაოდენობა იზრდება და ჩვენ აღარ გვიწევს მტკიცება, როგორც მაგალითად 10 წლის წინ გვიწევდა, რომ მტკიცება, რომ აი ეს ტექნოლოგია საჭირო ეს მოთხოვნადი პროფესია იქნება და ასე შემდეგ. დღესდღეობით ათეულში კი არა, სამეულში არის ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების, როგორც მოთხოვნა, ასევე ანაზღაურება და
ისევ ხელოვნურ ინტელექტს დაუბრუნდები, რომ ამბობენ, რომ აი ყველაზე მარტივად ჩაანაცვლებს ამ სპეციალობას, ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ადამიანი ამას სჭირდება აუცილებლად. ჩაანაცვლებს იმათ, ვინც არ იყენებს, უბრალოდ ამ ტექნოლოგიებს. სწავლას რაც შეეხება უკვე შევეხები უფრო დიდ სფეროს, აი პროფესიული მიმართულებით, უკვე ძალიან ბევრ როგორც მოდულებში, ასევე საგნებში უკვე ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ჩართული არის, როგორც მაგალითად უნივერსიტეტებში საოფისე პროგრამები ჩაინერგა 15 წლის წინ და უკვე ყველა მიმართულებას, ეს იქნებოდა ჰუმანიტარია, ეკონომიკა, ბიზნესი თუ ასე შემდეგ, ჭირდებოდა ის, ნელ-ნელა ეს ვითარდება და ჩაინერგება აუცილებლად ამ მიმართულებითაც და დიდი დრო არ ჭირდება ამას. კიდე ერთი სასარგებლო ინსტრუმენტით იქნება ყოველი ადამიანი აღჭურვილი თუ მოისურვებს. რა თქმა უნდა, თუ მოისურვებს და ეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ვერ ვეწევი, ანუ მესმის ჩვენთვისაც ხანდახართულია, იმიტომ ერთს აითვისებ და მერე გამოვა ორ თვეში უკვე ახალი ვერსია, ახალი პროგრამა, ახალი კონკურენტია, უბრალოდ აქ არის, რომ უნარი უნდა გქონდეს აი ამის ათვისების და ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია და მარტივად მისი ათვისება. ანუ ძალიან დიდი ხანი დაჭირდა ადამიანებს, რომ იგივე ემეილის სერვისი გაეგო, ანუ ელექტრონული პოსტის სერვისები გაეგო, შემდეგ საოფისე პროგრამები აეთვისებინა, მაგრამ ნელ-ნელა ისე გაიოლდა ეს ყველაფერი, რომ აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ათვისებას დაახლოებით 18 თვე დაჭირდა, როდესაც ის მარტივ ენაზე გადაიქცა, ანუ პრომპტინგზე როგორც კი გადაიქცა, ანუ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა 1957 წელს პირველი. და პრომპტინგი შემოვიდა 2021 წელს აქტიურ რეჟიმში და ამან 18 წელში კაცობრიობა მოიცვა ეგრევე მარტივად, იმიტომ რომ აღმოჩნდა ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მარტივი იყო გასაგებად ადამიანებისთვის და ამან გააღო ზუსტად ის და ბევრს შეუსუბუქა რუტინული საქმეები. კი, მათ შორის მეც. ჩვენც ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დავამშვიდობებით სტუმარს და რამდენიმე წამში ისე დავუბრუნდებით, დარჩით ჩვენთან ერთად. ვაგრძელებთ გადაცემას მორიგი თემის და უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, განსაკუთრებით მშობლების ყურადღებას მოვითხოვთ. ახლა პუბერტატის ასაკს უნდა შევეხოთ, იმ სირთულეებს, რომლებსაც მოზარდები ამ ასაკში გადიან. ეს არის ასაკი, რომლის დროსაც მოზარდის რამდენიმე მიმართულებით განვითარება და ცვლილება ხდება, ეს როგორც ვიზუალური მხარე, როგორც შინაგანი, ფსიქოლოგიური და ამ დროს მშობლების მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხანდახან ვიბნევით ხოლმე და მათ შორის მეც, პატა, შენც მშობელი ხარ, უამრავი მშობელი გვიყურებს, ვერ ხვდებით როგორ უნდა მოვიქცეთ, უნდა ვემეგობროთ თუ უნდა ვიყოთ მშობლები თუ ვიპოვოთ ბალანსი და ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ დროს არის მოვიძიოთ ბალანსი, აი ოქროს შუალედს, რასაც უწოდებთ ხოლმე, მაგრამ ეს არის ყველაზე ურთულესი. როგორ უნდა ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც საკმაოდ რთულად ასახსნელია და ასაკის გათვალისწინებით გვიწევს ხოლმე რაღაცნაირად ახალი და ესეთი ხერხი მოვიძიოთ, რომ შევძლოთ მათთან კომუნიკაცია და არ დაგვშორდნენ, რაც ხშირად ხდება ხოლმე და ამას ვეძახით ხოლმე მშობლისა და შვილს შორის ურთიერთწყვეტას, რასაც ძალიან რთულ შედეგებამდე მივყავართ ხოლმე განსაკუთრებით უკვე მაშინ, როცა მოზარდი ხდება უკვე ზრდასრული და რომ არ მივხვდეთ გვიან თუ რა შეცდომებით გამოგვეპარა მაშინ, როცა უნდა გქონოდა რეაგირება. ამისთვის არსებობს ადამიანები, რომლის რჩევებით და რეკომენდაციებით ძალიან მნიშვნელოვანია და ის დიდ როლს ასრულებს ჩვენი და ჩვენი შვილის ურთიერთობაში. უნდა შემოგვიერთდეს ნინო დოლიძე, ფსიქოლოგი. დღემშვიდობისა. გამარჯობა. დაუსრულებელი თემა, იმიტომ რომ მუდმივად ჩვენს ირგვლივ იქნებიან მოზარდები, თინეიჯერები და ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც განსაკუთრებით იბნევიან ხოლმე ამ დროს. რა მდგომარეობა, უფრო კონკრეტულად რა გითხრათ, აი ეს პუბერტატის ასაკი, გარდატეხის პერიოდი, რა სირთულეებს ვაწყდებით ხოლმე ამ დროს და ყველაზე საუკეთესო გამოსავალი სად არის, რომ მივმართოთ ჩვენ მშობლებმა.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო და მართლაც ყველა ეტაპზე აქტუალური თემა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ასაკობრივ კრიზისს გადიან და გარდატეხის ასაკი მოზარდობა სწორედ ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისია, რაც შეიძლება ადამიანმა სამართავად, ხო, ალბათ. სამართავადაც და გამომდინარე იქედანაც, რომ ხანგრძლივია. პერიოდი ძალიან დიდხანს ნარჩუნდება, მშობლები ხუმრობენ ხოლმე, რით ვერ გარდატყდა, მოგეთ ჩემი შვილი. და აქედან გამომდინარე არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, იმიტომ რომ რაღაც ძირითადი ნიადაგი იქმნება, რაც შემდეგ ჩვენ დასრულობაში გვეხმარება ან პირიქით ხელს გვიშლის. აქ ხდება სხვადასხვა ცვლილებები, ეს არის ჰორმონალური, ფიზიოლოგიური ცვლილებები და შესაბამისად ეს გავლენას ახდენს მოზარდის ცხოვრებაზე. ერთი რომ ისინი უფრო ემოციურები ხდებიან და როდესაც ვესაუბრებით, შეიძლება გადაჭარბებულად აღიქვან ჩვენი ტონი, საუბრის მანერა და ასე შემდეგ. მეორე უკვე არის ავტორიტეტის ცვლილება. ავტორიტეტი მშობლიდან ინაცვლებს მეგობარზე და მეგობარი ხდება ის ადამიანი, ვისი რჩევაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლის რჩევა და შეიძლება მშობლის რჩევა უბრალოდ წარსულის გადმონაშთად ჩათვალონ ბავშვებმა. ასევე აქცენტი რაზეც უნდა გაკეთდეს და ის მთავარი კითხვა, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე ბავშვებს უტრიალებთ გონებაში და შეიძლება ხმამაღლადაც წარმოთქვამენ, არის ის თუ ვინ ვარ მე. იდენტობის ძიება ხდება აქ და ისინი მათ შეიძლება მოსინჯონ სხვადასხვა სტილი, მოსმინონ სხვადასხვა სახის მუსიკას და მოძებნონ საკუთარი თავი ამ ყველაფერში. მშობლების რაღაცა იარლიყები ნელ-ნელა შორდება მას და რჩება ის თუ ვინ ვარ მე. ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ახასიათებს გარდატეხის ასაკს და აქ არ მინდა გამოვჩეს თვითშეფასება. ამ შემთხვევაში თვითშეფასება არის უფრო მყიფე და დამოკიდებულია უფრო სხვათა შეფასებაზე. ხო, ამ დროს ფიზიოლოგიურადაც იცვლება ბავშვი, კიდურებით სწრაფად იზრდება, ნაკუთებიც იზრდება და იცვლება და გოგონები კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქვამენ ამ ყველაფერს, როგორ გამოვიყურები, როგორ მხედავენ მეთანატოლები და ის ადამიანები, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ნინო, ესე იგი ორი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოიკვეთა, რაც მინდა რომ კითხოთ. პირველი, თქვენ როცა თქვით, რომ ავტორიტეტს კარგავს მშობელი ამ ასაკში და მისთვის ავტორიტეტი, ბავშვისთვის ავტორიტეტი ხდება უკვე მეგობარი, რომლისგანაც იღებს იმ ყველა საჭირო ინფორმაციას, თუნდაც თანადგომას, რაც შეიძლება რომ მშობელმაც გაუწიოს, ხო? ამ დროს რამდენად სწორი იქნება, რომ თუ მე შევამჩნევ, რომ ჩემი შვილისთვის აღარ ვარ ავტორიტეტი და მას ჩამანაცვლა მისმა მეგობარმა, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ მე ვიმეგობრო მის მეგობართან, რომელმაც დროებით ჩამანაცვლა, იმისთვის, რომ სრულად არ მოხდეს ჩემსა და ჩემ შვილს შორის ურთიერთწყვეტა და მისი მეგობრის საშუალებით მქონდეს მაინც რაღაცნაირად მასთან კავშირი. დიახ, ძალიან საინტერესო შეკითხვა. ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს მშობლები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანია მის მეგობართან კი არ ვიმეგობროთ, ჩვენ ვიქცეთ მის მეგობრად, მაგრამ აქაც გარკვეული საზღვრების დაცვით, ხო? ჩვენ შეგვიძლია შვილთან ვიმეგობროთ ემოციურ დონეზე, ანუ გამოვხატოთ ემპათია მის სხვადასხვა განცდებთან მიმართებაში, მაგრამ როლურად ისა მშობელი უნდა დავრჩეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ კი, თანატოლი მეგობარი არის ის ადამიანი, ვინც თანაუგრძნობს, მაგრამ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მის გარკვეულ ქმედებებზე. პასუხისმგებელი ადამიანი, ვინც ამ ურთიერთობაში რჩება, მაინც არის მშობელი. ანუ ვიმეგობროთ ემოციურად, მხარი დავუჭიროთ, უთხრათ, რომ ჩვენ გვესმის მისი, აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოიქცეს, რომ დედას, მამას ის უყვარს. მე შენ მიყვარ ხარ, მიუხედავად იმისა, შენ 2-იანს მიიღებ თუ 10-იანს, მიუხედავად იმისა, შენ კარგად მოიქცევი თუ ცუდად მოიქცევი, მაგრამ ეს მიყვარ ხარ, არ უნდა ჟღერდეს ისე, რომ ჩემთვის ყველა შენი საქციელი არის მისაღები. და შენს გვერდით ვარ. მე შენს გვერდით ვარ. ფოტოშორის ჯიმი კარი ასეთი სტენდაპერი. ხო. სტენდაპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე დასავლურ კულტურაში, რომ უყურებდა ის ამბობდა, რომ აი მაგ კუთხით, რომ ანუ ყოველდღიური, ანუ ბავშვი პირდაპირ ასე მარტო კი არ უნდა გიყვარდეს, მისი პოტენციალიც უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ აი ახლა შენ თუ უპირობოდ გიყვარს, მხოლოდ მე რა რო ნიშნებს უძღებულობ და რაღაცას გამოდის, რომ ბავშვს მხოლოდ გაზიანის ასმერი და ბურგერი აინტერესებსო და ხო იცი რომ ის პერსპექტივაში მას რაღაცა დააინტერესებს და მე ნაკლუბობა ექნება, ამიტომაც მიმდინარე სიყვარულთან ერთად მის
პერსპექტივასაც უნდა სეპატივი და ისიც გიყვარდეს და ამიტომ ხანდახან დიპლომატიურად უნდა მიიყვანო იქამდე რომ გამოვიდეს ამ ნაჭუჭიდან და იცოდეს რომ მე აქაც მიყვარხარ, აქაც მიყვარხარ, მაგრამ უკეთესია რომ კარგად ისწავლო. კი და გამომდინარე იქიდან რომ სწორედ ამ პერიოდში ძალიან რთულად და გადაჭარბებულად აღიქვამენ დედის ნათქვამს, ხო შეიძლება სხვა რაღაცას ვეუბნებოდეთ, რომ შეიძლება კი მე მესმის შენი, მაგრამ მოდი რა, ეს ასე არ გავაკეთოთ, ეს შეიძლება შემოbrunდეს და გითხრათ რომ კაი რა, ნუ მიყვირი ხარ შენ ჩემი არ გესმის, იმენად ემოციური აფეთქებები. ხდება. კიდე აქ მნიშვნელოვანია, შეგვიძლია სენდვიჩის მეთოდით გამოვიყენოთ, ხო, რომ ჯერ უთხრათ კარგი რა მის შესახებ, შემდეგ აღვნიშნოთ ქცევა და არა მისი რაიმე ცუდი თვისება, რომ მე ეს ქცევა არ მომწონს და მოდი უკეთესი ხომ არ იქნება ამ ვარიანტებიდან რომელიმე ავირჩიოთ და ესე გავაკეთოთ, ხო? აქ ავტონომიისთვის ბრძოლობენ ბავშვები, უნდათ რომ თავისით მიიღონ გადაწყვეტილებები და ამიტომ კი ვაძლევთ დამოუკიდებლობას და ვაძლევთ თანდათანობით გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, მაგრამ ის არჩევანის მენიუ, ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ის, რაც დასაშვებია, რომ გააკეთოს. როგორც ამბობენ ხოლმე, პასუხისმგებლობის დელეგირება ხდება ნელ-ნელა, იმის მიხედვით, რამდენი, ასე ვთქვათ, კილოგრამებში რომ გადავიდე, რამდენი კილოგრამი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღო, იმდენ შემოგაჩეჩებ, თქო შენმა წაიღოს ნელ-ნელა, თუ გინდა რომ შენი აზრი მნიშვნელოვანი იყოს, მაშინ კეთილინები და პასუხი აგი აბაზრს. კი ბატონო, სრულად და გინდა იყო პასუხისმგებელი, სრულად მოგიწევს ათვისები. დამოუკიდებლობა იდეაში ზუსტად პასუხისმგებლობასთან და ნდობასთან ერთად თანადროულად იზრდება, ხო? მე თუ შენ მოგეცი მისი დამოუკიდებლობა, რომ თუნდაც სახლიდან სკოლამდე შენით გადაადგილდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ ამ საქმეში გენდობი, ვიცი რომ ფრთხილად გადახვალ, ხო? მე შეიძლება მოგცე იმის დამოუკიდებლობა, რომ კვერცხი სრულიად შენით შეწვა და უსაფრთხოდ იმუშაო გასკურასთან, ხო? და ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ გენდობი და შესაბამისად აქ აი თვით შეფასების დონეც მაღლდება ბავშვებთან. ხო, აი თვით შეფასებასთან დაკავშირებით მინდოდა გამომახვილებინა ყურადღება. თქვენ ახსენეთ, რომ ამ ასაკში ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის ძიებას, აი ვინ ვარ მე, როდესაც ახსენეთ. ამ დროს მათი გარეგნობაც, ჩაცმის სტილიც საკმაოდ რადიკალურად იცვლება ხოლმე, რაზეც მშობლები ძალიან ცუდად ვრეაგირებთ ხოლმე. რატომ არ ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რა გვიშლის ხელს და რატომ ვერ აღვიქვავთ, რომ ეს მას სჭირდება და მუდმივ ბრძოლაში რატო ვართ? აი მაგალითად, რატო გაცვია ესე თმა არ გიხდება, რაღაცა მეგობრების გარემოცვაც ცოტა განსხვავებული ხდება ხოლმე ამ დროს. აი ეს მიუღებლობა რატო გვაქვს ხოლმე მშობლებს თან? აქვე მინდა ჩავთო, რომ ვიაზრებთ და ხვდებით, რომ რა ასაკში არიან ჩვენი შულები და ეს თან ბუნებრივიც არის, მაგრამ თან ვიცით და თან ვეწინააღმდეგებით. დიახ, გარდატეხის ასაკი მხოლოდ მოზარდისთვის არ არის რთული პერიოდი და მოზარდისთვის არ არის კრიზისი. ეს არის კრიზისი მთელი ოჯახისთვის შეიძლება ითქვას, ხო? ამ დროს მოზარდი ბავშვი აღარ არის, მაგრამ არც დასრულია. ან პრობლემებს ხედავს, მაგრამ არ აქვს ემოციური რესურსი და არც უნარი გადაჭრას ეს პრობლემა და ამ დროს რეალურად შეიძლება ბავშვი ჩაკეტილი იყოს, მაგრამ ჩვენი ემოციური ხელმისაწვდომობა გაცილებით მეტად იყოს მნიშვნელოვანი. ხო, თქვენ ახსენეთ სხვადასხვა სტილის პოვნა, რომელიც ჩვენთვის შეიძლება ძალიან მიუღებელია, მაგრამ ჩვენს ძირითადი მოდელი აღზრდის აღებული გვაქვს იქიდან ჩვენ როგორ ვზრდიდნენ, რის უფლებას გვაძლევდნენ, ხო? შეგვეძლო თუ არა საერთოდ ოჯახის გადაწყვეტილებებში მიგვეყო მონაწილეობა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავაცადოთ არ დავუშალოთ და შეიძლება თავისითაც შეიცვალოს სტილი და მიხვდეს რომ ეს ჩემი არ ყოფილა და მე სხვანაირი მჭირდება და აქ უფრო მშობლების ემოციური ინტელექტიც ხდება გადამწყვეტი რომ ხარი დაუჭირო ყველაფერში და მეორე არ ვაკონტროლო გვიჭირს ძალიან გაშვება შვილების და სწორედ თინეიჯერობის ხანა ის პერიოდია როდესაც ჩვენ ნელ-ნელა უნდა გავუშვათ შვილი ის აღარ არის ჩვენი ნაწილი დაბადებიდან აღარ არის უკვე ჩვენი ნაწილი მაგრამ ძალიან გვიჭირს ეს განშორების მომენტი და მშობლებს უფრო მეტი პრობლემაა მშობლებს უფრო გვიჭირს კი და ძალიან ბევრი შემთხვევაა ხო თინეიჯერებს დავიდავანებოთ თინეიჯერობის დროს საჭიროა კიდეც ზომიერი კონტროლი და ის მათი უსაფრთხოება სრულიად ჩვენზეა 40 და 50 წლის ადამიანებიც კი კონტროლში არიან მშობლების მხრიდან ხო ზოგიერთი მშობელი ამ ზემზრუნველობის
მცდელობიდან გამომდინარე ისე აკეთებს, რომ უნდა ყველაფერი გააკეთოს შვილის ნაცვლად. შვილის ნაცვლად ჩაიცვა, შვილის ნაცვლად ჭამოს, შვილის ნაცვლად ჩააბაროს, გამოც და შვილის ნაცვლად მოსოლი მოიყვანოს ან ოჯახი შექმნას, ხო? ეს ხუმრობით, მაგრამ რეალურად ზემზრუნველობა ძალიან აზიანებს ყველაფერს, ისევე აზიანებს, როგორც პირიქით ყურადღების ნაკლებობა და თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება უთხრათ, რომ აი შენ რა თუდად გაგთმები, ან როგორ არ მომწონს შენი სტილი. ამ დროს ის იარლიყები, რასაც ბავშვს მივანიჭებთ, შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს და მის შინაგან ხმად იქცეს, ხო? მაგალითად, შენ როგორი ზარმაცი ხარ, ხო, არაფერს გაკეთება არ შეგიძლია, წარუმატებელი იქნები, ასე არავის მოეწონები და მე ეს შინაგანი ხმა ეუბნება ადამიანს, რომ მე ისედაც ზარმაცი ვარ, ამართლებს, ისედაც ზარმაცი ვარ. ტონით ესმის. ხო, ზუსტად ის გესმის, რომელიც აქვს ჩვენს ძირითად აღზრდელს. ხო და ანუ შეიძლება რომ დავაჯეროთ ის, რაც რეალურად არ არის. მე არ მინდა ამის გაკეთება, მე ხომ ისედაც ზარმაცი ვარ, ხო? მე ამაში ნაბიჯს არ გადავდგამ, იმიტომ რომ ისედაც წარუმატებელი ვარ და მაინც არაფერი გამომაქვს. ცდელობას წყვეტს ამის გამო. მაშინ, როდესაც შეიძლება ძალიან უფრო იშვიათ შემთხვევაში და ჯანსაღ სიტუაციაში ჩემი შინაგანი ხმა იყოს ეს, რომ აი, შენ ყველაფერი გამოგივა. მიდი, ამასაც შეძლებ. მოკლედ სუპერეგოსთან სუპერეგოს იმპერატიულ ტონებთან უწევს ამ მეს ჩამოყალიბება. აქ გაქვს ცხოველური მოთხოვნები, ასე ვთქვათ, ქვემოდან, რაც საბაზისოა, ზემოდან კიდე ეს ჩაგესმის უკან ნელ-ნელა უკვე ის მნიშვნელოვანი ადამიანების ხმები, რომლებიც გეუბნებიან, აი ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება და ამ პირობებში უნდა ჩამოყალიბდე და საბოლოოდ უთხრა ამას მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მე გადავწყვიტავ და ცხოველურიც უნდა შეიკავო რაღაც მომენტში, იმიტომ რომ საზოგადოების წევრი ხარ და ყველაფრის უფლება არ უნდა მიცეს საკუთარ თავს. იმიტომ რომ თავისუფლება არ არის ქაოსი. თავისუფლება არის პასუხისმგებლობა, როგორც თქვენ ახსენეთ თავი. კი, და ხშირ შემთხვევაში ეს თავი, როდესაც აი თქვენ ახსენეთ დასაწყისში, ხო, ინტერვიუს როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი, იქ თავისუფლებაც საჭიროა, იქ კონტროლიც საჭიროა, მაგრამ ცალკე კონტროლს შეუძლია მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს და თავისუფლების მინიჭებასაც ცალკე, ხო, მე თუ თავისუფალი ვარ, შეიძლება უსაფრთხოდ ვეღარ ვიგრძნო თავი, სტაბილურობა აღარ იყოს, გაურკვევლობა იყოს და ამის გამო შფოთი და სტრესი პირიქით გამიძლიერდეს, ხო, ვერ ხვდებოდა სად არის რაიმე ზღარის გაკეთება შემიძლია, რისი არა და მეორე არის პირიქით რაც ვახსენეთ რა სრული კონტროლი და აუცილებლად უნდა ვახსენო ეს ფრაზა რომ მკაცრი მშობელი ზრდის პროფესიონალ მატყუარას. თუ რაღაცა მომიყვა ჩემო თინეიჯერმა შვილმა და მე ამას მთელი მორალის კითხვით და დაცინვით და გაუფასურებით შევხვდი, ხო? მომავალში არათუ არ მომიყვება, შეიძლება არ მომიყვა, შეიძლება მომიყვეს, მაგრამ ეს კი გადაასხვაფეროს ის სიტუაცია როგორც იყო იმის შიშით, რომ აი დედამ არ გამკითხოს. აი დაბალი ნიშნების მიღებისაც იმიტომ ეშინიათ ხოლმე, რომ იმიტომ კი არა რომ უბრალოდ ახლა დღეს 5-იანი ან 2-იანი მივიღე. არა, სახლში რომ მივალ, იქ დედა მე რას მეტყვის. ამის შეში უფრო აქვთ ხოლმე ბავშვებს ამ პერიოდში. თან მით უმეტეს მე-7 კლასიდან აკადემიური ზეწოლა კიდე უფრო იზრდება და ახალი მნიშვნელოვანი საგნები შემოდის ეროვნულ პროგრამაში. ჩვენ ძირითადად ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, აი დედა და შვილი, დედა და შვილი. აი ამ ასაკში, როდესაც ბავშვი გარდატეხის კრიზისს გადის, რამდენად მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა, ცალკე როგორც მამის და ასევე აი ორივე მშობლის როლი რამდენად რა როლს ასრულებს ამ დროს? ორივე მშობელი თანაბარ როლს ასრულებს, შეიძლება ითქვას. მამა არის უფრო ის მოდელი ზრდასრულობაში, როგორ შეიძლება ვიცხოვრო. ხო, ხშირ შემთხვევაში ამასაკში ბიჭი ბავშვები ირჩევენ უფრო იმ პროფესიას, რომელიც შეიძლება მამას ჰქონდეს. ამასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და ურთიერთობების მოდელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ კონფლიქტი შეიძლება ყველა ოჯახში მოხდეს, მაგრამ აქ ამ კონფლიქტში ბავშვმა ნაშავედ არ უნდა იგრძნოს თავი ეს ერთი და მეორე უნდა დაინახოს მოგვარების გზები. თუ კონფლიქტის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ბოდიშს უხდიან და მიდიან შეთანხმებამდე ემოციებიც უკვე ერთმანეთის გათვალისწინებულია, მაგ შემთხვევაში უკვე ჯანსაღ მოდელს სწავლობს ბავშვი ურთიერთობის. ანუ რომ მოგვარება შეიძლება რაღაცის ნებისმიერის პრობლემები შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ურთიერთობაში, ანუ არ უმალავთ ისიც არ არის რომ აი თუ რაღაცაზე ვკამათობთ, მაინც არ
უშვილოდ ხო? კი, კამათი შეიძლება დაბალი ხმის ტონითაც და თან უნდა დაინახოს, რომ ეს პრობლემა არის მოგვარებადი, იმიტომ რომ ცხოვრებაში უამრავი ურთიერთობაა და ამ სხვადასხვა სოციალურ ნაწილში შეიძლება ბევრი პრობლემა გაჩნდეს და არ იყოს ერთნაირი აზრი ყოველთვის. ხო, აი მნიშვნელოვანია როგორ ზოგადად, როდესაც ოჯახში რაღაცა უარყოფითი ხდება და კონფლიქტი არის მშობლებს შორის, ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებენ ბავშვები, განსაკუთრებით ალბათ ამ ასაკში. როგორ უნდა მოვარიდოთ აი ამ მდგომარეობას, თუ არ უნდა მოვარიდოთ და პირიქით უნდა ავუხსნათ, აი პირობითად რაზე ვკამათობთ ჩვენ, აი მე და მამა. უნდა ავუხსნათ თუ არა, ჩავაყენოთ თუ არა საქმის კურსში იმისთვის, რომ ამ დროს ხო მათი უნდებათ ხოლმე სახლიდან წასვლა, გვერიდებიან, შეიძლება კონტაქტიც გაწყვიტონ. აი ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი დიალოგი არის თუ თავისარიდება? თავის არიდება არასდროს არ არის კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს იგივე პრობლემასთან. შეჯახება, თუმცა ნახეთ, მაინც ინდივიდუალურია საბოლოო გააჩნია კონფლიქტს, რა კონფლიქტზეა საუბარი, ხო? და ბავშვის ჩართვა ამ შემთხვევაში, როგორც თუნდაც მხარდამჭერი, ემოციური მხარდამჭერი, არ იქნება სწორი გამომდინარე იქიდან, რომ მან აღარ უნდა იტვირთოს ის მშობლის ემოციური ტვირთი. ხშირია შემთხვევა, რომ ესე ვთქვათ, ჩვენი ემოციური ვენტილაცია ისევ გადის ბავშვზე, ამ შემთხვევაში შეიძლება მოზარდი იყოს, ის რაღაცა კონფლიქტები, ის რაღაცა პრობლემები, რაც შეიძლება ჩვენ სხვა ურთიერთობებში დაგვიგროვდა, ამისი გადაცემა ხდება ბავშვისთვის, ხო? ამ დროს ნახეთ, როლები იცვლება. ჩვენ ვთქვით, რომ როლურად მშობელი ისევ მშობლად უნდა დარჩეს და არა მეგობრად და არ უნდა იქცეს შვილად. კიდე ჩემი პრობლემები გარდა იმისა, რომ იმას იმდენი თავისი ჰორმონალური, ფიზიოლოგიური ცვლილებები აქვს, მე კიდე ეს ყველაფერი არ დავაკისრო ბავშვს და კიდე ვამბობ ხოლმე, როდესაც ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და შევდივართ პირობითად უფროსთან კაბინეტში, ჩვენ რა თქმა უნდა, მას შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, არ დავცინით, არ ვამცირებთ და არ ვეუბნებით, რომ ჩვენს დროს სხვანაირად იყო და წარმოვიდგინოთ, თუ რაიმე შვილთან გვაქვს კონფლიქტი, წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა ჩვენთვის ავტორიტეტურ და ზრდასრულ ადამიანს ვესაუბრებით, ცოტა ხანი ვიყოთ ამ როლში, გავითვალისწინოთ მისი პოზიციები და ნელ-ნელა ესე მივიდეთ კონფლიქტის მოგვარებაში. შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში, რომ რეალურად ემოციურად მოზარდთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტული მშობლის შემთხვევაში რამდენი ასაკისაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ თუ ვერ გადალახა თავის დროზე და მასაც ბრწყალებში არ გაუმართლა მშობლებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ახლა არ არსებობს ცალსახად პოროტი და ცუდი მშობლები. ხო, არის რაღაც გაუგებრობები, რაღაცას ვიღაცა ვერ ხვდება ყოველთვის ერთი მხარე არასდროს არა დამნაშავე. შესაბამისად, ამ ხალხმა თუ ვერ გადალახა თავის მშობლებთან ერთად ეს და თვითონ ემოციურად ზრდასრული არ არის, მერე მას ანუ თვითონაც მოზარდია, ოღონდ აღჭურვილია იმ სამსახურით, პასუხისმგებლობით რაღაც რომელიც არ უნდა, იმიტომ რომ შინაგანად უნდა რომ ვიღაცამ აჭამოს რაღაცა დაიხმაროს. შეიძლება შემდგარი ადამიანი იყოს საერთოდ. და კიდე აქ მოზარდი ყავს. არ და ის რომ მე ასე მინდა, შემფიქრო მე ასე მინდა, იმიტომ რომ ჯერ მე ვერ გადავლახეს, მეც მინდა. ნამდვილად არ იქნება კარგი გამოსავალი. ჯერ ვერ გავიზარდე. შეიძლება ეგრეც იყოს და მენტალურად არ იყოს მშობელი მომწიფებული. და კიდე გარდა ამისა შეიძლება ასაკობრივადაც მშობელსაც დაემთხვას აი შვახნის ასაკის კრიზის ეძახიან ძირითადად ეგრე ემთხვევა ხოლმე. ხო და ამ დროს თან ეს ისეთი ასაკია, აი როგორც სენდვიჩი შვაში არის მომწუდეული მშობელი თავისი მშობლების უნდასა და თავისი შვილების მინდა შორის. კი. ერთი მხრიდან მშობლების ხმა ჩაესმის, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს და თან უკვე შეიძლება მშობლები უკვე მოხუცები იყვნენ და იმათ ზემზრუნველობაც საჭირო იყოს და აქედან შვილების მინდა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, რაც რეალურად რთულია, ხო, ჩვენ ფსიქოლოგების გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ, ვიძახით, რომ ბალანსი უნდა დავიცვათ კონტროლსა და თავისუფლებას შორის, მაგრამ საქმეზე როცა მიდგება და მშობლები რო ხვდებით. ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ხო, შეიძლება რაღაცები ვიცოდეთ, რაღაცები გავითვალისწინოთ, მაგრამ
მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვეს. ფსიქოლოგიასაც იგივე პრობლემა აქვს ოჯახში თუ მოზარდი ყავთ როგორც ვიხდი. საინტერესო და საკმაოდ ვრცელი თემა არის ეს და ამაზე დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია ხოლმე რომ ვისაუბროთ სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს შესაძლებლობა რომ უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ საკითხში, ნუ მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ რომ გასაგებია რომ გარდატეხის ასაკს გადის ჩვენი შვილი, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი უნდა გავიაროთ ერთად და ძალიან საინტერესოდ თქვით, როდესაც თქვით რომ აი შეიძლება მშობელმა იმდენი ჩაძახოს რაღაც არასწორი წინადადებებით ან სიტყვებით რაღაცნაირად ბევრჯერ ვუმეოროთ რომ იმ მოზარდობის ასაკში შეიძლება ჩვენმა ერთმა არასწორმა სიტყვამ რაღაცნაირად თვითშეფასება დაუგდოს, თავდაჯერებულობა წავართვათ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას და წინადადებას, რას ვეტყვით ჩვენ შულს განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეს სიტყვა როდის ამოტივტივდება, ეს ჩვენ არ ვიცით, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართავს და მეტი ურთიერთკავშირი. უდიდეს მადლობას გიხდით დღევანდელი სტუმრობისთვის. შემდეგშიც არაერთ საინტერესო თემით შევხვდებით ერთმანეთს, დავუშვებებით ახლა ჩვენ სტუმარს და დავბრუნდებით ისევ დარჩით ჩვენთან ერთად. მადლობა. როგორც ვიხდი, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის ბავშვის გარდატეხის ასაკის დასრულების დროს მშობელსაც დაუმთავრდეს გარდატეხის ასაკი. ერთად გადავლახოთ პრობლემა. ცალკე სხვა პრობლემისკენ და წავიდე. ბოლო დროს სხვადასხვა აპლიკაციის თუ Excel-ის მეშვეობით ხშირად გახშირდა ასეთი ვიდეო მოწოდებები, გინდხელმენკელის გაკეთებული კიდისე, რომ აი დაუშვათ 40 წლის ზემოთ არ უნდა ივარჯიშო ისე როგორც 20 წლის ასაკში, ანუ სულ სხვანაირი რაღაცები უნდა აკეთო. თუ 40 წლის ვარ და თავს ისე ვგრძნობ როგორც 20 წლის. ზუსტად ამაზე თითქოს და ფორმალურად ჟღერს მე თო ჩემო მე ხა ვგრძნობ თავს, მინდა სილაში ვითამაშო, მაგრამ შენი სხეული თუ ამ მზად, ანუ შენ თუ მთელი ცხოვრება არ ვარჯიშობდი, რამდენად მზადაა შენი სხეულებისთვის, რომ ისევე სილაში ვითამაშო და უშოთ ამოდი მამა გაცივდები არ მიიღო შვილისგან. მოკლედ რა საჭიროებებია, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორც შენ თქვი, შევინარჩუნოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ, ეს არ ვიცი მე, რო ამბობენ რომ აი ნახეს, ამდენი წლისაა და 20 წლის ბავშვი ბიჭის ან გოგოს სხეულშია, ნუ არ ვიცი, შეგზების დონეზე და თუ ჩვენ გვინდა ვფლობდეთ ჩვენ სხეულს, რა უნდა გავითვალისწინოთ, ასაკის მიხედვით როგორ მოვიქცეთ, სწორად არ დავიზიანოთ, ასე ვთქვათ, თავი და პირიქით გრძნობდეთ თავს ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უკეთესად, ამაზე დაგველაპარაკებათ დათონ ჟავანაძე. ფიტნეს ინსტრუქტორი. გამარჯობა. არა მარტო ფიტნესის მომძანდი თუ შეიძლება, არამედ მრავალი გზის ჩემპიონი, რომელმაც დაადასტურა სხვადასხვა ახლა ასაკს არ ეკითხებიან ადამიანებს როგორც ვიცი, მაგრამ ვიცით რომ 40-ის ზემოთ ხარ და შესანიშნავ ფორმაში ხარ. 40 და ხა, ნუ არ მინდოდა. გამოიწვევს მაყურებელი ვიცით და რაც თავარია შენ შეძელი ალბათ საკუთარი თავისთვისაც დაგემტკიცებინა ეს და სხვებისთვისაც რომ როდესაც საკმარის შრომას და мотиваციას რასაც შეხშირად იმეორებ ხოლმე რომ мотиваციას ჩადებ საკუთარ თავში შეუზღუდავი შესაძლებლობები შეიძლება გქონდეს. მოსამართლე თქვენთან მაყურებელს, ესე იგი მე ხშირად მაქვს ეს ტერმინი რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ყველა ადამიანს შეუძლია ივარჯიშოს თავისი დატვირთვის მიხედვით, ასაკის და მიხედვით. ჩემთან ხშირია შემთხვევა მოდიან 40-ის, 50-ის, 59-ის, 60-ის ასაკში და ინდივიდუალურად ყველას ვტვირთავ ისე როგორც საჭიროა, როგორც ორგანიზმი ითხოვს, როგორც თვითონ შეუძლია. კანა იმიტომ კი არა მარტო კორექციებზე ჯანმრთელობა ჩვეულებრივი უნდა იცას ტენდენციას ცხოვრების ასეთ რომ ჯანსაღებს ვიცხოვროთ ყველა. კი ბატონო, აი ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვინც აი 40 წელს გადასწდება უკვე. აი ამ დროს როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა ეს ჯანსაღი ცხოვრება, არა მხოლოდ ფიზიკური, ხო? ანუ ვარჯიში მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა არ არის. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს შინაგან სამყაროზეც, ხო? პირველ რიგში რა უნდა გაითვალისწინონ, რა არ უნდა გააკეთონ და არის თუ არა საჭირო, რომ ამ დროს ადამიანს ყავდეს პირადი ინსტრუქტორი. იცით როგორ აღაქცევ მაგაზე პასუხსაც, უბრალოდ თავიდან დავიწყებ სწორგვებაზე, რა თქმა უნდა, პირველში სწორგვება საჭირო, შაქრის დონე პირველში. სომეული, პელეული, ეს თუ არ გავაკონტროლეთ,
რაც უნდა ფიზიკურად დაიტვირთოს ადამიანი, შედეგი იქნება პროცენტულად, ან 10, 15, 20. კი შეიძლება მას კორექციები შეეცვალოს, მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს, რომ ვარჯიშიდან გამომდინარე ეს იმას რაღაცას ანადგურებს, პროცენტულად ანადგურებს. შაქრის დონე შობა ყველაფერს ორგანიზმში. რაც შეეხება დატვირთვას. აღნიშნავ ვიტყვი, რომ ესე იგი ადამიანის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რა შეუძლია. მანდილოსანის ხმარად იტვირთება, მამაკაცის ხმარად იტვირთება, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ჩვენთან არის ყავდა ჩვენ ეთერში აქანე თქვენთან სერგო ჭელიძე 73 წლის ბანდება. თეაგრის პრობლემით მოვიდა ჩემთან, მაგრამ კი ბატონო, განუწყვეტლივ ვარჯიშობს. იმდონის ესე იგი мотиваცია მიიღო, რომ 16 კილოგრამი დაიკლო და არ უნდა დარბაზიდან რომ გავიდეს ცხოვრების წესაკითხი. და ქირურგიული ჩარევის გარეშე მოაგვარა ეს აღნიშნული პრობლემა, ხო? ყავს ასევე ქალბატონი ხათუნა კალანდარიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ჩემთან დადის. მიუხედავად იმისა, მუშაობს კორექციებზე არა. თავის ჯანმრთელობისთვის დადის, მაგრამ კორექციები თავისთავად ეცვლება და უამრავი ასეთი, ბევრი ვინც დადის ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობას მოყვება რა? სწორი ვარჯიში, რა თქმა უნდა, სწორი კვება. ანუ ყველაფერი იწყება კვებით, რა თქმა უნდა. ხშირი შემთხვევა მეუბნება თქვენ რომ ბატონო დავით რესტორანში და რესტორანში ხო შეიძლება სწორად ჭამო ადამიანმა. ანუ უბრალოდ მიხვიდეთ და ნაკლი არ ჯამოს. ცილოვანი და ხო რა თქმა უნდა, არა ხაჭაპური დავიწყო და არა არყით და არ დავუშვათ ღინოთი. ისე როგორი არის თქვენი კვება? ძირითადად რას მიირთმევთ ხოლმე? რაზე ამახვილებთ ყურადღებას? ბოსტნეული, თევზაეული? კი ბატონო, გააჩნია ახლა, როცა შეჯიბრებები ახლოვდება, ჩემი ძირითადი კვება არის უფრო მეტად ნახშირწყლების 70-60% და ცილოვანი 20. ბაბალანსება. როგორც მითხოს ორგანიზმი, რომ როგორც წონა ჩავაბარო და ბალანსი დავიჭირო, იმის და მიხედვით კვებები. ხშირი შემთხვევა, როცა არ ვარ შეჯიბრებებზე არ მივდივარ, ჩვეულებრივად 50-50 ან პირიქით 60-40-ზე. ბაბალანსებ კვებას ნახშირწყლებით და ცილებით. კი ბატონო, საერთავედანები საერთოდ არც მიყვარს ზოგადად, რომ რაცა უნდა მაგრად მომშივდეს, მაინც არ შევიჭამ. ისე არის რაღაც პერიოდი, როცა იცავ ამ სპეციფიურ კვებას, რაც ნორმალურ კვებას სტუდიას ის დავარქვათ სიმართლე, მე უკვე პრინციპში აღარ გინდება ის ზედმეტი, იმიტომ რომ ხვდები ფასი, რომ ძალიან ისეთი კარგი ფასი ხავს ორგანიზმი მე. უნდა რომ ყველა ხდება, ანუ ხშირი შემთხვევა მოდიან ჩემთან და იძახიან იმაზე, რომ აუ როგორც თქმილია, მივიღე საერთოდ წონაშიც კლება დავიწყე, ფორმები შემეცვალა, სხვა ადამიანი გავხდი. რა თქმა უნდა, სწორი კვება არის ძირითადად იქიდან, აი აქედან დაიწყუნდა ყველაფერი. და მე ფიზიკური დატვირთვით მოდის, რა თქმა უნდა, შედეგი რა თქმა უნდა, სწორი დატვირთვით. არა მხოლოდ კარდიოვარჯიშებით. კი ბატონო, ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმი რახან ბუნებრივად ძალიან დიდი რესურსი აქვს და პატიობს ხოლმე ასეთ რაღაცებს, რაც გვინახავს გარშემო სხვა ადამიანები, დაიწყოთ ეს ვარჯიში, ებძღნა იმ დიდ უზარმაზარ წონას, გააკეთა 5 მილიონი რაღაც მოქმედება და ნუ კი ის 2-3 წუთად იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადალახა. მაგრამ ნუ კი შეიძლება ციფრებია, მაგრამ ადამიანის როდესაც არ ვარჯიშია მთელი ცხოვრებაში არასდროს 40-ის ზემოთა რაღაცები აწუხებს და ესეც ვინახავს. ებძღნებიან რაღაცას და მე ვაი სასტრაფო და ასე შემდეგ. რა პერიოდია საჭირო ორგანიზმმა რომ ურთიერთობა დაიწყოს რაღაც მოქმედებებთან ისე რომ უსაფრთხოდ ჩამოყალიბდეს ჯანმრთელ ფიზიკურ გიპასუხება მაგაზე უბრალოდ რა ხდება მე გეტყვი ძალიან ბევრია შემთხვევა აი მოდიან ხალხი დარბაზში მანდილოსნებზე უფრო მეტად საუბარი არ აღარ წვნელი და მე მიწევს პირადად მასთან მისვლა შესწორება რომ არ დაიზიანოს ხერხემალი და ანუ უბრალოდ ახლა სხვანაირად არ მინდა გამომივიდეს ნათქვამი რომ პირველი 6-7 თვე მაინც უნდა იმუშაოს სტუდენტთან რომ იმან მიიღოს ის მაინც უბრალოდ გამოცდილება რომ არ დაიზიანოს მუხლი არ დაიზიანოს სახსარი არ დაიზიანოს ხერხემალი და ამ შემდეგ რაღაცა YouTube-ზე ნაყურები და ვიღაცაზე ნაყურები მოდი გაიმეორე ერთი ეუბნება მეორეს არის შემთხვევა ერთი რაღაცას ისწავლის მე ორი მოყავს ერთად ძალიან ხშირი შემთხვევაა ეს და მივდივარ და ვეუბნები შვილო მუხლი შეგაწუხებს ხერხემალი შეგაწუხებს ეგ პრობლემები დაგეწყებათ ვერ საზღვრავენ იმას რომ საჭიროა ყველა ვარიანტში რომ დაიწყოს სტუდენტთან ერთად მუშაობა. იმიტომ რომ შენი სპეციფიკა გაიგონოს სხვანაირი მოწყობა გაქვს, შენ სხვა ხელი გაქვს, სხვა სიგრძის თითი გაქვს, არ ვიცი, ყველაფერი განსხვავებული გაქვს. შედარებას მოვიყო ადამიანები მიდის ანალიზებს აბარებს სიხის საერთო ანალიზს თუ ექიმს არ ანახა და სხვის ანალიზებს ხო არ აბარებ. ხო არა, ხო რა იგივეა რა. იგივე გამოდის. ხო უნდა გაიაროს კონსტატაცია მაინც ელემენტარული. რომ შენ მიიღოს სასურველი შედეგი და არ დაიზიანო და შემდეგი ორმაგი ფასი არ დაგიჯდეს ის კუნალობა. ზოგს ასეთი შიში გამიგია ხშირად რომ აი დავიწყებ ვარჯიში დავიკლებ ყველაფერი დაკლება ხო ეს თემა დავიკლებ ჩავდგები ფორმაში და მე იძულებული ვიქნები რომ მთელი ცხოვრება ვივარჯიშო იმიტომ რომ როგორც კი თავს აი ჩემმა მეგობარმა ვიღაცა სახელი მოიყოს მაგალითად იმის ვიღაცამ დაანებათ აი ვარჯიში და ორჯერ უფრო გასუხდა
არა, ეგ მე გეტყვით რა ხდება. ეს არის დამოკიდებული მეტაბოლიზმი. რაც ადამიანი ასაკში შედის, მეტაბოლიზმი ნელდება ორგანიზმში, როგორც ასეთი ნივთიერებათა ცვლა. თუ ის დონეს, კვებას არ გააკონტროლებს და შაქრის დონე თუ წავა რაღაც, ამიტომ ინსულინი უნდა მოწმოს, შაქრის დონე უნდა მოწმოს ორგანიზმში. ჩვენთან როგორია საქართველოში თუ იმეს რაღაც არ ატყივდა და სერიოზულად არ შეაწუხა, მანამდე არავინ არ ანალიზებს, არავინ ეხოს არ გადაიღებს. ეზარებათ რა, ასე რომ ვთქვათ. რესტორანში დახარჯავენ ფულს, ბარში დახარჯავენ და თავის თავზე არ დაიხარჯავენ. ანალოგიურად იგივე წვრთნის აყვანაზე მაქვს საუბარი. ყველა მინდივრულად მე რატო ვაბარებ ყველა ექსპერტში არის. განა იმიტომ კი არა რომ რაღაცა მაინც ვაკონტროლებ ჩემ თავს. ჩვეულები მოვლენა რომ ვიცოდე ზოგადად როგორა დონე გემოგლობინის, როგორა შაქრის დონე, როგორა ინსულინი, ყველაფერს ვამოწმებ აბსოლუტურად. ანალოგიურად ასე 40 წელს გადამხდარმა ადამიანმა ნებისმიერმა მამაკაცმა მაინც უნდა შეიმოწმოს. და ფაქტია შედეგის სახეზეა ხო წელიწადი არ გავარო მიუხედავად ისე მიუხედავად სწორად ისო მოგაქვს ოქროს პედალი რა თქმა უნდა თვითონ საკუთარ თავსაც ახარებ და არამარტივულ შემოქმედებს არამედ ყველას ხო ქვეყანასაც ასახელებ დათო საბედნიეროდ ბათუმი გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვისარგებლოთ ღია სივრცით ამ შემთხვევაში გულისხმობ ბულვარს და ასევე პარკის მიმდებარე ტერიტორიას რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ განსაკუთრებით ნუ დილის საათებში ალბათ თქვენ შეგინიშნავთ მორბენალი ადამიანები, მაგრამ რაღაცა პატარა დეტალები იქნება გასათვალისწინებელი, ასე ვფიქრობ, რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ. აი პირობითად, როდის იღვიძებს ჩვენი ორგანიზმი იმისთვის, რომ იყოს მზად, რომ გავირბინოთ პირობითად 2-3 კილომეტრი. ან დღის რა მონაკვეთში არის უფრო სასარგებლო ჩვენთვის, რა უნდა გავითვალისწინოთ და ეს უბრალოდ ღია სივრცეში მე ვიცი რომ სირბილი არ შეიძლება თქვენ ძუნძულს ეძახით როგორც ცნობილია ჩემთვის ხო ანაცვლებს თუ არა სპორტ დარბაზს იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იფიქროს თუ არა რომ აი ღია სივრცე მაქვს და მოდი აქ ვირბენ და აღარ ვივარჯიშებ ეცით რა არის საკმარისი პირობები დღეს ბათუმში რომ რაღაც ისეთი ტრენაჟერები არის დადგმული ბულვარში თუ გინდა რაღაცა რომ რაღაცა ოდნავ ფიზიკურად მაინც გამოიყენოს და თუ რაღაცა ესმის ამ რაც შეეხება სიარულს და სირბილს ეს არის ჩვეულებრივი კარდიო დატვირთვა. ადამიანი როცა იღვიძებს დილას ზოგი არის ხშირი შემთხვევა პირდაპირ მიდის და იწყებს სირბილს. მინიმუმ 1 საათი ჭირდება ადამიანს რომ მოფხიზდეს მისი ორგანიზმი. მე არის ადამიანების კატეგორია რომელიც ეჩვევა დილას ვარჯიშს და ის საღამოს ვარჯიშობს. არის რომელიც საღამოს ვარჯიშობს, დილას ვერ ვარჯიშობს. ინდივიდუალურად ადამიანის ორგანიზმზე უნდა ვისაუზმოთ თუ არა მანამ სანამ გავალთ პირობითად სარბენად. უნდა ვისაუზმოთ თუ არა მანამ სანამ სარბენად გავალთ. ამ არის ადამიანების კატეგორია რომელიც ჩემთან მოდის დილის 8 საათზე რომ ვერ საუზმობს. არ შეუძლია. არ შეუძლია, ანუ ნაჭამზე მე ხდება დისკომფორტი, არის ჩვეულებრივად კუჭი იტვირთება რა თქმა უნდა, ყველა ფიზიკური დატვირთვა. მოდის ჩვეულებრივად წყლის ხარჯი ან 1 ჭიგაწყარს დალევს ან 2 ჭიგაწყარს და მოდის ამ სითხის მიღებული წყლიდან ცდილობს მაქსიმალურად გადალახოს ეს და ივარჯიშებს. ჩვეულებრივი მოვლენა მე პირადად მაგალითად მარშებილია შეგვიძლია ვარჯიში, ჩემზე ზოგადად ფიზიკური დატვირთვა გავიდეს ვაგერთად კვების მიღებიდან ვარჯიშამდე. ჩემი ფიზიკური მომზადების დროს მინიმუმ 2 საათ 2 საათნახევარი უნდა გავიდეს. ხო, ანუ რა ხდება? მეტაბოლიზმი რო ჩქაროს ორგანიზმში, როცა ორგანიზმი ოდნავ შია მაინც, ვიდრე ნაჭამი. ანუ კუჭზე ხდება პირველ რიგში დატვირთვა, აქედან გამომდინარე, აღეზიანებას იწყებს კუჭი და ყველა დატვირთვა და თუ ახლა მორო ისე ფიზიკური დატვირთვა ხდება და რაღაც კარდიო ვარჯიშებზე 2 საათი საათნახევარი ჩვეულებრივად საკმარისია. კი ბატონო. და სანამ დაგემშვიდობებით თქვენს პირად საქმიანობაში რა ხდება, რა არის სამომავლო გეგმები თქვენი? მქონდა სპორტის მიმართულებით. განძლიერი ტრავმა მქონდა, მივიღე ბოლო სოფლიოზე ყაზახეთში, უბრალოდ არ მეყვა საფიშირება, სტატუსები და რაღაცა, მე თვითონ გავიმკვნე ჩემი თავი. ინდონეზია რო თითქმის ოპერაცია მჭირდებოდა. უნგრეთში გვაქვს სოფლიო თასი. აჭარის ნაკრები ვემზადებით, ჩემი პირადად როგორც წვნელი, თავარი წვნელი ვამზადებ ბიჭებს. 29-30 31-ში გვექცნება ბუდაპეშტში შეჯიბრება სოფლიო თასი. ახლა? ხო, მაისში. სულ რაღაც ორ თვეში. კი ბატონო, რომ დაბრუნდებით გელოდებით თქვენ. ძალიან ძლიერი ბიჭები მიყავს. ეცება ჯანსაღი ცხოვრებით ყველა. ანუ მოლოდინი კარგი გაქვთ შედეგის. მე სულ ვცდი რომ მაქსიმალურად არც შეჯიბრება არ გამოვტოვო. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია მხოლოდ ყველა ერთი. კი ბატონო, ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის ესაა. კი ბატონო, მე მახსოვს რომ პაატას ინსტრუქტორიც იყავით და როგორი მოსწავლე იყო. ჩაგეო. პაატას პატაშური ძალიან მაგარი დამჯერი იყო, ჩვენ რაღაც 12-13 კილოგრამი დავიგელით ხო ორ თვეში. ხო, ის ექსპერიმენტი იყო დილაში მაშინ, რომ ვიდოდა დაგვემტკიცებინა რა შეიძლება მოხდარიყო 2-3 თვის განმავლობაში. მოკლე დროში.
შედეგი კარგი გქონდათ, ძალიან მე მაგარი ასე შედეგი დადო და ძალიან სახალისო ვიდეო დავდივით სახალხო. ის გადაშენ პერიოდ მახსენებს ხოლმე და ძალიან ვერთობ. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მოწაფეებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თქვენთან გადიან ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვას. დავემშვიდობოთ ჩვენს სტუმარს. პატა, გელოდებით მაისში, რომ დაბრუნდებით. კარგი ამბით, წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ საათნახევრის განმავლობაში. დიდი შესვენება ისევ ხვალ პირველ საათზე შემოგიერთდებათ მორიგი საინტერესო თემებით. მადლობა, დათო, კარგად მზადდებოდეთ. მადლობა თქვენ გაიხარეთ.